გამარჯობა. ეს არის იმოძრავეს პოდკასტი. ამ პოდკასტის თანაწარმოები ვართ მე, შილა ჯარჯი, დაჩი და დღეს ვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ულტრა ველოსიპედისტი და რეკორდსმენი, მაინც არასწორად კი, ერეკლე ბაღაშვილი. Hi. გამარჯობა ერეკლე. გამარჯობა. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო პოდკასტში მოწვევისთვის. პირიქით, ჩვენ მადლობა შენ რომ მოხვედი. ვფიქრობთ ეხლა საიდან დაგვეწყო და გითხარ ვინ ხარ საერთოდ. აი ვინც არ გიცნობს ეხლა, ძალიან ბევრი გიცნობს უკვე. რაც გააკეთე იმის მერე, მაგრამ რა ვინ ხარ რა. ხო, ბევრი რაღაც შემიძლია ხა გამოდიოდა დავირქვა, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვიტყოდი არის, რომ უბრალოდ ადამიანია, რომელსაც თავისი ინტერესები ძალიან ერჩის და ბოლო რაღაცა თემა გამიტაცებს ხოლმე, მათ შორის ეს ველოსიპედიც და ვიკვლევ ეძიები, თავს ვცდი და მე რავი, ამ შემთხვევაში რეკორდამდე მიმიყვანა ამ ჩემი ინტერესის ძალამ რა და ალბათ თავი დამახასიათებელი ნიშანი მაგას ვიტყოდი რა, უბრალოდ ინტერესის ძალა მაქვს რაღაცა. და მეც როგორ გითხრა, მესმის ასე სიძახი, მეც მიტაცებს ხოლმე ეგეთი რაღაცეები და აი რა უნდა გითხო, რატო ხდება, აი რატო გაინტერესებს შე რამდენი რამე, ხო ბევრი რაღაცას აკეთებ, როგორც ვიცი, რა ვიცი, ველოსიპედს ატარებ. ლაშქრობაც გიყვარს. იქ რაღაც ხელნაკეთი რაღაცები მაგ თემაშიც ხარ. სწავლობ. ანუ აი ამ ყველაფერს რომ აკეთებ, აი ამით რა, აი რა თავარი მიზეზი რა, რამე ერთი ხაზი არის, რის გამოც ამ ყველაფერს აკეთებ? არ ვიცი, შენი თავის შეცნობა თუ აი რა რაღაცა იცოდა ბავშვობისკენ მივიყავარ ახლა მაგ კითხვას რა და მახსენდება დრო როცა ცოტა უფრო ესეთი ნაკლებად ვაძლევდი ჩემ თავს რაღაცები უფლებას რაღაცები გამერისკა რაღაცები ესე თავი გამომეცადა და ძალიან დიდი ხანი გაყვებოდა ჩემ ცხოვრებას რაღაც ხსნება რომ რაღაცას ვტოვებდი I was missing out რა რაღაცა fear of missing out შემჭა რა და მე რაღაც მომენტში უკვე ნელ-ნელა გავიხსენი თუ აი რაღაცა მივეცი ჩემ თავს უფლება რომ დავფეილებულიყავი რაღაცები მეცადა რა იმის მერე რა ის ინტერესიც გამიჩნდება თითქოს აი როგორც აი შვილი რო ყავდეს და აი რო ანებიურებ რა მასე მყავს ჩემი თავი რომ ანუ რამემ თუ დამაინტერესა რაც აი მართლა ისეთია რა ცოტა ჩელენჯინგ არის ცოტა რაღაც ინტერესს მოითხოვს ცოტა სწავლა სჭირდება და ცოტა უფრო რაღაც გამოწვევასთან ასოცირებული აი ძალიან იშვიათად რომ ჩემ თავს ვთქვა მოდი ახლა ეს არის ძალიან იშვიათად არის ხოლმე რა და ეგრე მივიყვანა ეხლა რომ გავიხსენო ანუ ფოტოგრაფია ვისწავლე მას ფირზე ვიღებდი კაი ხანი ტყავზე მუშაობაც ახლა ანუ ეხლა ეს ბოლო ვიდეო რაც ვიხდათ მაგაზე მეკითხები ანუ სახელოს რომ მქონდა და ანუ პროფესიონალი ვიყავ რაღაც ეტაპზე რა და ტყავზე მუშაობა მას რაღაც მოტოებმა ძალიან ჩამithრია მე თხილამურებმა ძალიან ჩამithრია ბოლოს ველოსიპედმა ხო ისე ჩამithრია რომ საბოლოოდ რავი მართლა ძალიან დიდი ნაწილი დაიკავა ჩემი ცხოვრების და რაღაც ესე უბრალოდ რაღაც გატაცება მაქვს ხოლმე რომელსაც ვერ ვშვები. თუნდაც ახლა ჩემი პროფესია მონაცემთა ანალიტიკა ეგრე იყო, ანუ სამართალი ვისწავლე ბაკალავრზე, მე უცბად რაღაცა სამსახურში მოვხდი ისეთ სადაც შევატყრო საჭიროება იყო და რაღაც 1-2 კურსი გავერე ჩემთვის და ვამეთქე საინტერესო და იქაც ეგ არის, სულ რაღაცას ეჭხი კედელავები რა. და ეს ეჭხი კედელავების სიყვარულს დავყავა რა, სადაც მინდა ყველგან მაგას მივყავარ. ძალიან საინტერესოა რა, მაგას ადამიანები ხო რაღაც ერთ პროფესია შეერიან და მთელი ცხოვრება მთელი ცხოვრება შეიძლება ერთ რაღაცას არ აკეთებენ, მაგრამ როგორი განცდა მაქვს ხოლმე, იცი რომ სულ თითქოს ბევრი რამის კეთება უნდათ, მაგრამ აი ვერაფერს ვერ ბედავენ რა, ახლის გაკეთებას ხო და სულ რაღაცა ხო ძალიან საჭირო რაღაცა თქვა რომ ანუ ჩემ თავს მივეცი უფლება რომ დავფეილებულიყავიო რა და ყველას გონია რომ აი ეშინია დაწყება აი ვიტყოდი რომ დაფეილებამდე თავს უფლება მივეცი რომ ყოფილიყავი დამწყები ეთქოს დამწყებობა დაფეილებამდე დამწყებობა არის ხოლმე ცოტა ესეთი რომ აი ვიღაცა ეს აი ბიგინერია თუ რაღაც ხო იცი ვიღაცამ თქვას რა ჯეს და ეგ არ გვსიამოვნებს როგორც ადამიანებს რომ არა გვინდა რომ ყველაფერში პროფესიონალები ვიყოთ და ეგრე არ ხდება რაღაც უნდა დაიწყო ეხლა ველოსიპედიც რომ მახსოვს თან ველოსიპედთან მაგალითად ძალიან თავისი ისეთი ესთეტიკა აქვს რა ის მოტკეცილი შორტები ნაცოს უეჭველი რაღაც ენერგიელებს იღებდე მარტო და რაღაც ხო თავისი რაღაცა ისეთი თან ძვირიანი ესთეტიკა აქვს რა და ეხლა ველოსიპედზე რომ იწყებ ყველაფერი ეგრე ანუ რავი ძალიან ბევრი ფული თუ აქვს არ გექნება მაგის სურვილი რომ მაგ ხალხური დახარჯო ველოსიპედის იქით რა და ეხლა რომ დავიწყე თან მაგალითად ეხლა ისეთი აპგრეიდი რაც არის რომ კლიპებიანი ფასწმელი ძალიან მაგარია რა
ხო და ეგ არ მქონდა რაღაცა არ მქონდა რაღაც არც ვიცოდი რას ვაკეთებდი საკვების მიღება როგორ გამეკეთებინა ბავშვის დომას უშვებდი რა მაგრამ აი დავდიოდი საღამოებით დავდიოდი თბილისში ავთ 30 კილომეტრს დავარტყოდი ხო და მოვდიოდი გას პუტინი სახში მაგეთ ვაი მეთქი რა ვიცოდი რომ ერთ წელიწად ნახევრის ხდებოდი დიდხლის ამბობს არა ხო და საინტერესო რაღაც რა თქვა ისი ძალიან რომ ჩვენ თავში როგორ წარმოგვიგენია ხოლმე რომ ანუ რაღაცას რო იწყებ არ წარმოგვიდგენია რომ შეიძლება დამწყები იყო წარმოვიდგენ აი უკვე ბოლოში რო ხარ ხო ხტები უკვე აი ჩამოყალიბებული სპორტსმენი ხარ და მე თქოს გიტყდება რომ აი დამწყები რო ხარ და როგორ უნდა დაიწყო ანუ დამწყები მიხვდე რა მოგწონს თუ არ ცადე ხო დიდი ძალა კაროჩ თუ შენ თავს ის კაინა რო მიეჩვიე ბიგინერობას და მაგ კონდიციაში კომფორტულად იგზავნე თავი აი ძალიან დიდი ძალა აქვს რომ აი ყველა კარს იხსნის რა ძალიან ნამდვილ ამასილებასაც ბევრს იძენ და იზდები არა როგორც ადამიანი ანუ ეხლა ამ ეს მოგზაურობა რომ ამოიღო შენი ცხოვრებიდან რა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ემოცია რა ვიცი ბევრი რამეს წაგართმევს არა ანუ ძალიან ბევრი მოგცა ანუ ჩემი აზრით იმის გზაში მაგას ვიძახდი რომ თითო დღეში ვცხოვრობდი იმდენს რაც შეიძლება რა ვიცი აი იქამდე საერთოდ ცხოვრება არ მქონდა ხა იქამდე ბევრი სიგიჟე მიკეთებია ხა ესე რო ვთქვა მაგრამ აი ძალიან დახუნძლული იყო ყოველ დღე მოგონებები ხო ეგ არის ცხოვრება ჩემი ყველა პრობლემა აი აქ იყო აი რას უყურებდი ხო აი იმეილი არ მქონდა დავიწყებული კი რაღაცები იყო ეგეთ მაგრამ მაინც ხო აი გამორჩენილი იმეილი არ მქონდა დედლაინისზე არ მელოდებოდა ვიღაც აი ხო ხდები ყველაფერი ჩემი ცხოვრება ყველა ჩემი პრობლემა იყო ჩემ ხელებში რა ან საბურავი მქონდა გასაკეთებელი ან პედლების ატრიალებები რა ან სხვა მეტი სადარდებელი არ მქონდა და აი ძალიან მაგარი ცხოვრება სიმარტივეში ბედნიერი და კიდე ის მომწონს რომ არის ის დღე როგორ დამთავრდება რა ანუ რაღაცა ყოველი დღე მართლა ახალი არის რა დილით იწყებ და რაღაცა არის წინ რა გერის რა ესე მაინც ხვალ ხო იცი თავში რომ სამსახურში უნდა წახვიდე დილით მე რაღაც ეს იქნება ეგრე ვიცი გონი შემდეგი ერთი წელი რა აი სამშაბათი ხუთშაბათი ვინ მოდის ორშაბათი ხუთშაბათი ვინ მოდის დარბაზში მე არის რაღაცა რომ ირევა ნუ მაგალითად მე რაღაცა რომ მე რევა გრაფიკში იმე ხო აი შეიძლება არაფერი არ იყოს და აი ვიღაც 10 წუთი რო აგვიანებს და მე ვიცი რომ შეიძლება იქ გადავიდეს ის რაღაც ხელი შეუშაოს აი ეგრევე ვირევი რა და რო გადაწყვიტე მე სულ ეგ მოგხომ აი რუტინაში რო ვარ და აი ამაში დაგეგმილი ყველაფერი ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ არ ვიცი რატო ეხლა ალბათ ეგრე გავიზარდე და თანამშრომლებისგან რაღაცა გადმოყვა სულ მინდება ხომ აი ცოტა ხანი მოდიხარ და აი всё რა ვაფშე ის რაღაცას გავაკეთებ რომ აი საერთოდ განსხვავებოს და შენი ის რა იყო რა ქვია პირველად რო გადაწყვიტე რომ აი პორტუგალიიდან წამოსულიყავი რა ჯერ სწორედ ხა თანამედროვე სამყაროში даже ისედაც რა ქალაქში ესაც ცხოვრობდა შენ ბუნებრივი ცხოვრება როცა რა რუტინა მithundes თუ საქმიანი ხარ ანუ თუ გეგმები არ გაწყობილი და შენ არ ასრულებ დედლაინს და სხვისგან არ ელოდები იგივეს შეუძლებელი ანუ უბრალოდ მაშინ ხო ანუ საქმეს არ აკეთებ ჩემი აზრით რა ანუ თუ საქმიანი ტიპი ხარ ეგრე ხარ მეც ეგრე ვარ ახლა და ანუ ზოგადად ცხოვრების მიმართ მომთხოვნი ვარ ძალიან იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცას თუ მპირდები ანუ მაგ ეგ თუ არ შესრულდება ანუ აი არ ვიცი რა ანუ კიდურესი რაღაცა რაც შეიძლება დამიშაო და მე თვითონ ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ რა მაგ ხრევ მაგრამ ანუ მაგ ბორკილების ხაც შევა არ იყოს ზუსტი ნათქვამი ხა და ანუ ვაიზუედებ მაგრამ რაღაც უბრალოდ ეს პასუხისმგებლობები რომ ჩამოიხსნა და აი შენ თავი ბედს მიანდო რა იმიტომ მან აი ეგ სხვა მე ტელეფონი ვარ ბედს უნდა მიანდო შენ თავი იმიტომ რომ არ გეგმავ მაგალითად ჩემი დასწინებად როგორ ვიჩოდი ხოლმე წინასწარ იცი რა დაახლოებითი მარშრუტი მქონდა არჩეული რომ საერთოდ რომელი ქალაქის უნდა წავსულიყავ რაღაც 1000 კილომეტრს იქით ყოფილიყო და მე თქვა რომ მე იქით მივდივარ და ავიღებდი დაახლოებით 100-150 კილომეტრს როგორც იყო რა აღმართების მიხედვით რა ანუ დროაც დამჭირდებოდა და იმ 100 კილომეტრს მე ვუყურებდი მწვანე ადგილებს რუკაზე რომ აბა მტყე სად არის რომ დავიძინე იმიტომ რომ თან ისე რა ქვია არალეგალური არის კემპინგი ევროპაში და უნდა დაიმალო რა ხო ეგ უნდა მეკითხო ეს ბოჯი უცებ კითხავ ეს ყოველ დღე თუ მანამდე არა ეხა იმაში რა ქვია მოგზაურობის დროს სკოლის ხო ანუ ყოველ დღე ეგრე უყურებ ხო ყოველ უყურებ რომ ანუ 150 კილომეტრს მე როქემ მწვანე სად არის და ახლობით ვიცოდი ხოლმე შაბავში მისულიყავ ჭავებიდან ხო და ერთი ოჯერ იქ რა იმ საათი რა დამეძინა თავიდან ხო არ დავიწყოთ ვაფშე ეგ მოგზაურობა ხო არ განვიხილოს სულ თავიდან როგორ დაიწყო ხა მე აუცდი კითხოს ხო მოდეთ რა რატომ მივიდა ეგ იდეა ხო და შენ ხო პირველად რა სულ იყო შენ თავში რაღაც ეგეც გაკეთებული იცი მანამდე სხვა შორის ეგრე აი ბედს თავი მივანდე ეს იყო 2022 წელს ვიყავ ამაზონის ჯუნგლებში ესე პროცესული რა ანუ ყოველგვარი
მოდი მაგაზე ვიბასო. ეგეც საინტერესოა. ხანო აი პარალელურად გავალო, მაშინ ანუ აი არც ტური ამიღეთ, პროს ბილეთები ვიყიდე, რაღაცა ჯავშანი გავაკეთე, რომელიღაც სასტუმროს, რომელიც ვაფშე სხვაგან აღიმოს და რო ჩავედი სხვა ქალაქში. ჭაობი გაიჭდა. იმისთვის ავიღე რა ქვია, საზღვრებისთვისა და მაშინაც ეგ იყო, რომ უცბად რაღაცა თავგადასავლები მჭირდებოდა რა. თავგადასავლის თუ დაეგმილი აქვს თავგადასავლის ძებნა, მაშინ რთული არის. რა ხო ყველაფერი იცი რა უნდა მოხდეს. როცა უბრალოდ რაღაცა მოვიძახდი, რომ მაშინ გეგმა არ მქონდა, სტრატეგია მქონდა მეთქი რა. სტრატეგია იყო, რომ რაღაცა ესე და ეს უნდა მეცხოვრა, მარტივად, ფოტოები გადამეღო, რაღაც რიტუალები და ისინი გამეკეთებინა და მეპოვნა ის ხალხი, ვინც ჭირდებოდა იქ და რაღაცა დანარჩენიც მოხდებოდა ყველაფერი, ანუ ჩელენჯები გამოწვევები გადამელახა და სასიამოვნო მომენტებით მესიამონა რა. რაღაც ეგეთი სტრატეგია იყო. აქაც ეგრე იყო რა, რომ სამი წესი მქონდა რომ წამოვედი. როცა გადავწყვიტე რომ წავალ თქო, ერთი თვით ადრე დავიწყე მზადება. ეს ველოსიპედის ჩანთები რაღაცები ამის ბილდის აგება და თან უკვე მენტალურად მომზადება რომ ოკეი, რას ველოდები ამ ყველაფერსგან, ორ თვეს სამსახურში რაღაცა unpaid leave to break-ი ავიღე უბრალოდ. სამსახურში დროს მაძავს, სწავლას დროს აკლებ, შენებთან ვერ იქნები, ძალიან მოწყდა ყველაფერს და ოკეი, მე ანუ რა უკან რას ველოდები ამ ყველაფერსგან. და მაგას ძალიან დამეხმარა, რომ სამი წესი მქონდა რა. Be a dog, have fun, get home safe. და ერთი იყო რომ be a dog რა როგორ თარგმნო ნიშნავს რა ანუ ძალიან ესე უკომპრომისოდ იცხოვრე ანუ დისკომფორტს არ შეუშინდე რაც პრობლემა იქნება რაც კიდე ქენდა გადალახე აი ზაღლებით რა have fun რომელიც იყო ანუ უმნიშვნელოვანესი წესი იმიტომ რომ მე გზადაგზა ნელ-ნელა უფრო და უფრო ცხადი გახდა რომ ჩემთვის გამოწვევა არ ყოფილა საქართველოს ჩამოსვლა რა ანუ დღეში 100 კილომეტრის დაფარო ანუ ეგეთი რთული არ არის იმიტომ რომ უკვე მეიჩვე ველოსიპედს ანუ ფიზიკურად ვიცოდი რომ ანუ საწავლა რა საქართველოს ჩამოვალ ჯერ მაგრამ რაც იყო სათუო და რაც იყო რთული მართლა გამოწვევა არის რომ ანუ ყოველ დღე 100 კილომეტრი ყოველ დღე იქ საბურავი ის საწმელი შოვე და ამ ყოველდღიურ დატვირთვაში და სირთულეებში შენ თუ შეიძლება იმას რომ მოგონებები შეგრჩეს იცინო ხედებზე გაჩერდე ფოტოები გადაიღო რაღაცა ყვავილებს გადაუღო ფოტო ადგილობრივებს ელაპარაკო მეგობრები გაიჩინო ანუ აი ხო ხტები ეს უკან სიამონებას თუ მოვიღე და have fun იყო ეს იყო უნიშნულობოდ ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა მაგ წესმა რომელიც მე ორი კვირით ადრე წამოსვლამდე ორი კვირით ადრე ჩავიწერე ტელეფონში და მესამე იყო რომ just get home safe ეს ვალდებულება რა ისტორი მინდოდა კაცი be a dog და have fun მინდოდა ეს იყო ვალდებულება დედაჩემთან რომ ჩამოვალ სახსალამათი რა შენემ როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება რომ პირველად გააჟღერე ახლა ნუ დედაჩემთან ახლა დიდი დრო გავიდა იმის მერე რაც უკვე რაღაც ხტები დამოუკიდებლობა შევიძინე და თან გამიცნო ხა გავიცნოთ კარგად ერთმანეთს და იცის რომ ანუ მაგით ეგეთი რაღაცები ცხოვრობ რა ხა ველოსიპედის კონტინენტს გადავახო მასა ყოველ ახალი იყო მაინც მაგრამ ასე თუ ისე უკვე მემღებლობა აქვს გაჩენილი და ნდობა რაც თავარია რომ იცის რომ მართლა ჩამოვალ სახსალამათი და მართლა ვიზავ რა ეს ამაზონის მერე ხო ამაზონიც ეგეთი იყო თან იქ იყო ხოლმე რომ აი შო დავკარგული იყავ ერთი კვირავში ინტერნეტი არ მქონოდა და ვიღაცები რეკომენდაციებს ესპანურად დაეუნებოდნენ რა შეინფილი ცოცხალი ოდედის როზნელი არის წარმოიდგინე ერთი კვირა რო ვერ უკავშირდა არ მომიდგენია უკვე ნელა მე აქ თბილისში ტელეფონი ერთი დღე რო არ მუშაობს თუდად ვარ ანუ ეს ხო ხვდები ანუ ეს საერთოდ ადგილია ხა ამაზონის ჯუნგლები და ესეც რას ველოსიპედით ხა არავის არ ევასება ველოსიპედისტები როცა ტრასაზე მანქანიზმს ხო ისე არიან ძალიან და ძალიან ბევრი შემთხვევა არის ხა შეიძლება უბრალოდ ვიღაც დაგეჯახოს და რაღაცა ხვდები და კი ნუ რა ვიცი სადმე კემპინგზე იმას ქენი და ვიღაცა დაგადგა გიჟი რა მე ევროპაში არ არის აუ ხორვატიაში მაგას როტოილერით ვიღას აუ კაცმა დილით ვახელთვალოს და აი აქ მიდგას როტოილერი და მიიღებს და მეთქი ანუ რა ხდება ხო და ან ცუდად გახდი ერთი პერიოდი ხო ცუდად გახდი რაც მოიწამე თუ რა ხო იმ ჟელების ბრალი ხო არ იყო? სულ ჟელებს არ ხმარავდი მან გზაში. მაგდროს არ ხმარავდი. ჟელი უფრო ის არის რა ქვია, პერფორმანს არის რა და ხა გზაში როცა ერთი თვე და ორი თვე ყოველ დაგეთებ ჟელებზე ვერ იცხოვ რა. ხო და მოდი რა მე მართლა ძალიან მაინტერესებს და მოვყვით რა იქიდან რა. აი ბილდი აწყო, გაამზადა ერთადრე მოიმზადა და რა ხდება? ხო, ნერვიულობა, წინა გზნობა. სუსიმშვიდე რა. და ბოლო დღეებს და ისე მოვედი რა. თავენ ჯერ სამ მივალ იქამდე თავენ საქართველოში აფში წამოს არ ვაპირებდი. საქართველოში წამოს იდეა მივიდა ალბათ ერთი კვირით ადრე დაახლოებით რა. რომ მანამდე იყო გეგმა რომ
უბრალოდ ამ ჩემ ველოსიპედს ყველაფერი ჩემი ბარგი გამოვაგზავნე საქართველოში ველოსიპედი თავის ბარგით დავიტოვე და მეთქი წავალე ხომ მეთქი ნორმანდიაში ჩრდილოეთ საფრანგეთში სადაც აი ძალიან დიდი კულტურა ველოსიპედისტების ის ამსტერდამში წავალ თქო მე გერმანიაში გადავალ სადაც მეგობრები მიყოდა მეთქი ყოველას შემოული და მე როცა მომბეზრდება დავდებ თვითონში სამფრინდები საქართველოში ეგ მაგეთი იყო რომ და შეგაც რაღაცა ადგილი თუ არ გამისწევ და მატარებლით წავალ ან ხო ხდებიან ჩელენჯის ახლა ვაფშე ქონია რა და პირიქით ჩემ თავს უთხარ რომ ძალიან ესეთი ტიპი ვარ რაც ჩელენჯები მიყვარს და მეთქი მოდი ძმაო chill წადი გაერთე ანუ ველოსიპედით არებაც ესეთია რა საკმაოდ ჩელენჯინგი არის წადი გაერთე რამდენი ხანიც გინდა და მე წადი სახში მაგრამ მე ეს აი დავფიქრე ამდენად რომანტიული იყო პორტუგალიდან საქართველოს შენ დაბრუნებული ყავი და ეს ხსა გამიარა რომ აი აზრი აღარ ქონდა და ამ ხალხის აქტიურობამ სხვა გამოიწვია ცოტა პასუხისგებლობა იგრძენა აი მე და მე მახა სხვა შორის იმიტომ რომ მოკლედ ანუ ბოლო წუთამდე რა უკვე ეს დილა გათენდა ჩემი ჩავალაგე ისქანი დავიძარე ველოსიპედით მეგობრები ვნახე დავიმშვიდობე ქალაქიდან გამოსდი ანუ ჯერ კიდე შემეძლო რომ სადაც მინდა წავსო შემეძლო საფრანგეთში წავსულიყავი ესე რა ძალიან ანუ არაფერს არ მიცვლიდა და გამოვედი და იქ მაქვს ვიდეო ჩაწერილი ხიძზე ვარ სადაც გაჩერებული და მეგობრებო ძალიან მეცოდე რომ აზრი შემეცვალა მაგრამ საქართველოში მოვდივარ ეგ ვიდეო და პირველივე დღეს მაშინ ეცა დიახ ხა ჩემი მეგობრების გარდა სხვა მიყურებდა რა მაგით დაიწყო მაგზაურობა რა მეთქი თან დავარქვი transcontinental homecoming ტრანსკონტინენტალიტენ რბოლა არის ევროპაში რომელიც ძალიან მევასება და რაღაც ეგეთ სახელი მოვიფიქრე მაგრამ მე რაღაც დიდ აღარ მიმიზიდა და მე just დავარქვი რომ პორტუგალ თუ ჯორჯია იყო ხოლმე რაც ეწერა ვიდეოებს რა და ეგ იყო პირველ დღეს რომ დავიძანი მაგ დროს აი საბოლოოდ დაუსვი წერტილი რომ მაგას უშვებოდი და იმის შემდეგ დავიძარე და რამე იყო დღეები როცა აი უკვე мотиваცია არ ქონდა და იმინა რამდენიც კიდე და დისციპლინი თუ როგორ გააკაჩინე სხვა შორის აი დიდად არ ვიცი ხა სპორტსმენთან მაგას არ დავიძახთ მაგრამ დისციპლინის მე მაინც ამით არ მჯერა რა დისციპლინებული ადამიანი მე ყოველ შემთხვევაში არ ვარ დამოკიდებული ვარ სრულად мотиваციაზე რა ხო მაგრამ აი თუ ხანდახან мотиваცია არ გაქვს აი мотиваციის ძებნაში ვარ მაგარი რა რომ რაღაც უნდა გამოტივირდეს რაღაცებს არ ცეცხლს ვაკიდებინებ რაღაცებს რა და აი ეგეთი უცნაური მომენტი მქონდა განუკლეთ ანუ პირველი ეტაპი იყო რომ გადავლახე ესპანეთი ბარსელონამდე და ბარსელონიდან წავსულიყავი საფრანგეთში და იყო რა ჟირონადან იქაც ცოტა მეგობრები არის მაგრამ დიდი არაფერი რა ანუ ჟირონადან გადადიხო სანაპიროთი პირდაპირ და მე წავედი ანდორაში პირენეების მთებში ვსულიყავ მე იქ უნდა ავიდეთ ხო და ანუ ბევრად რთული გზა ვირჩი და კაროჩე ეს პირენეები ანუ ვიარე რა აი ხეცივით რა მაგრა ძალიან ანუ ამ თებში და მაშინ დღეში ასლაულს მაინც ვდებდი რა თან წვიმები და რაღაცები მაგრად ვიარე ძალიან აი ნუ იმენა ხარივით ვიყავი და როგორც კი ჩავხურე პირენეები და საფრანგეთში დავეში ბოლო დაღმართებზე და აი მეორე დღიდან უცბად გავიხედე იქით პლიაჟია ფრანგული რივიერა თუ რაღაც სწორი გზებს მარტო სწორი არც არ მინდოდა დაჟე რა ანუ არ მინდოდა პროსტა ანუ აი ანუ ემოციები აღარ იყო აი აღარ არ მინდოდა ოსპეჯი თითქოს იქ დამთავრდა მოგზაურო რა გადავახე ხული და ძალიან დიდი ის რომ დავძლიე და ეხლა ველოდები რომ ძალიან მარტივი გზა უნდა იყოს სულ სწორი არის საფრანგეთის სამხრეთ ნაწილი რა ანუ აი აღმართი არ ხდება ვაფშე და ანუ რო შეადარო ხა 100 კილომეტრს თუ გავდიოდი იმ აღმართებზე აქ უნდა მე რა 150-200 კილომეტრი იმდატვირთით მარტივად რა 60 კილომეტრზე გავჩერებული ვარ რომ მეთქი ანუ მიზიზღება რა ცოტა მონელების პრობლემაც ქონდა რომ არ მოვიტყო მაგრამ ხო აი შინაგან მოკლედ რახან ვერ უგზნობდი ამ სტრესს და იმას რა ქვია აი გამოწვევის და ჩელენჯს რა ეგ იყო რომ ანუ აი ძალით ვიარე რა ყველაზე ფან ნაწილია ცნო ყოფილი იყო საფრანგეთში ყველაზე აი ბორინგ და ყველაზე აი არასასიამოვნო აღმოჩნდა საბოლოოდ ის ცეცხლი ჩაგიქრო როგორც ცეცხლს გაგიჩნდა ის შენილ მაგიტო ეძახა დისციპლინა იქნებოდა რომ მაგ დღეებში მე არა 200 კილომეტრი ამ პირიქით როგორ იცი 100 კილომეტრი მე არა აი უცბად და მთელი დღე მქონდა რომ პლიაჟზე ყოფილიყავ გემრიელთ მაგალითად რა მაგრამ მან ის ხوار დაგავიწყდა რაც მეორე წესი რაც მქონდა ხო და ეგ იყო რა გამიჭირდა საბოლოოდ მე ერთი ძალიან კაი მომენტი მახსოვს რომ ერთ-ერთი ეგეთი დღე იყო ძალიან სტრანად ვარ აი ძლივს ვატრიალებ ფეხებს არ მსიავნებს არაფერი და მან უთხარა მეთქი ავი შევეცე 50-60 კილომეტრზე ვიყავი მოდი სახანი იმას სანაპიროზე შევიდეთ წყალში ჩადი და რო გამოვხვალ მე თუ ვინერა თორე დაიძინეთ რაღაც და შევედი ველოსიპედი გავაჩერე და ერთი 5-6 ფრანგი ახალგაზრდები იყვნენ ბავშვებიც არიან 18-19 წლის ბიჭები და გოგოები და
მოვიდნენ დამელაპარაკდნენ რომ ვა რაღაც ძალიან დაინტერესათ ეს ჩანთებით და რაღაც მოუყევი რა საკეთებდი და ძალიან დამეგობრდით მოიცავ შევიდნენ იქვე სახლი ქონათ რაღაც ლუდები გამოიტანეს დავლიე ცოტა ისეთ ვიცურავეთ და აი ხო ხდები იმის რაღაც მინახავს ინსტაგრამზე დამეგობრდით მაგრამ ხო ხდები ანუ აი რამდენი რაღაც ნახევარ საათი 1 საათი გავჩერებული ყავი მაგრამ აი ამ ემოციამ რა რომ აი უცხო ადამიანები რაღაცებს დავლიეთ ცოტა ვიცინეთ რაღაცები ჩემი დაინტერესათ გამოვედი და უკან უცბად ისევ მაგარია ველოსიპედზე რა დააკეთებდი ეგეთ ანუ ეგეთ სოციალური ტიპი ხარ ისე შენ თვითონ ცდილობდი ვიღაცები გაგეცნო და რამე ყოველდღე არ მქონდა მაგის ენერგია მაგრამ ანუ აი სულ ცდილობ რომ ანუ ჩემთვის თავარი ჯილდო რაც შეიძლება უკან მივიღო ეს არის ადგილობრივების მიმღებლობა რა ტურისტები არ მევასება ვაფშე ანუ არასდროს ძალიან იშვიათად რომ იმას ერთად თუ წავედი სადმე რა რომ თქვა აი რაღაც ქალაქში ჩავიდე და როგორც ტურისტმა დავათვალე რომ ანუ აი არ მევასვარ დავდივარ ჩემს ყველაზე მაგარი მოგზაურობა არის როცა ადგილობრივები მეგობრად მიგიღებენ და ანუ ლოკალ ადგილებში წახვალ ლოკალურ აი რაც არის როგორ ერთობიან ასაკეთებენ რა ყველასე გვინდა ხოლმე შეუძლებელი აი ორი ყველაზე მაგარი ვერგან გავიჩინე მეგობრები და ბევრი ადამიანს შევხვდე ეს გზაში ძალიან რა მაგრამ ორი ყველაზე ესეთი ჰაილაიტი რაც მოხსენდება ერთი იყო საფრანგეთში არ უბრალოდ ესპანეთში სარაგოსა სადაც ერთი 3 დღე გავჩერდი და აი ძალიან მაგარი ადგილობრივი community გავიცანი და ძალიან ჯიგრები და თვალშორის ტატუ გამიკეთა მე ერთ მომენტში ეს წამოდი ჩემთან და ტატუ უნდა დაგახატო რა ტატუ გამიკეთა და ძალიან ჯიგარი ტიპები ძალიან გავერთეთ ან რაღაცა უცნაური მოულოდნელი კულტურა დამხვდა ფუტბოლი ნიც ეძახიან მაგიდის ფეხბურთს რა იმებს რო თამაშობენ და ოღონდ ხო ფუტსალი კი არის ხო ის კი არა რომ ჯას ერთობიან ანუ ალბათ აი უბნები არის რომ ანუ ყველა ბარში 4-4 ცალი დგას რიგები თან ბახ ისინი ყვირიან რავი რაღაცა ხურდებს ისვრიან თუ რაღაც და ჩემპიონატები და რაღაცები ტარდება და უცად მაგაში ამოვყავი თავი რა ძალიან მოულოდნელად და ძალიან გაასწორა რა ყველაზე მაგარი ის იყო რა ქვია დღე ანუ აი პერიოდი 3 დღე გავჩერდი რა ანუ იდეაში პრობლემა მქონდა ველოსიპედზე მაგით გავჩერდი მაგრამ ანუ იდეალური გასჩერებელი ადგილი იყო რა და მეორე იყო ვენეცია არის იდეაში მე ვენეციის მეორე მხარეს კონტინენტის მხარეს არის მარგერა ქვია რა მაგ ქალაქს და იქ გავჩერდი იმასთან რა ქვია რაღაცა ველოსიპედისტების community იყო და მანდაც აი ეგრე ძალიან ადგილობრივებში აღმოვჩნდით აი ხო თქო მარტო ერთი და ორი ადამიანი კი არა რაღაცა ის არის რა კომუნა რო არის და როცა მაგაში აი კულტურაში ეფლობი ყველაზე მაგარი რაღაცა რაც შეიძლება მიიღო უკან და ყოველთვის ცდილობ და ვეძებ ხოლმე მაგას მაგრამ ყოველთვის მაგის სოციალური ენერგიაც არ გაქვს და ყოველთვის სწორ ადამიანს ვერ შეხვდები რა და ისე როგორი ტიპი ხარ ეგეთი სოციალური ტიპი ხარ თუ უბრალოდ მანდ სხვანაირად არ გამოდიოდა თუ ხა ესე მიყვარს ადამიანებს ახალი ადამიანებს გასწავლა უფრო მე ვიტყოდი რომ გამომუშავებული უნარი მაქვს ადამიანებთან ესეთი მარტივი და ესეთი ლაღი კომუნიკაცია რა ბავშვობაში ეგეთი არ ვიყავი და ეხლა მაგალითად ანუ საღამოების მარტო აი ხან შეიძლება გარაში ვიждე მარტო რა ანუ რავი კვირა გავიდეს რომ შენ რომ ნახო ანუ მოთხოვნილება არ მაქვს ესე ყოველდღიურად მაგრამ ანუ სადაგზა როგორც თქვა ჩემ თავს მივეცი უფლება რომ რაღაცები მეცა და ისე გავიხსენი ადამიანებთან და ვცდილობ ხოლმე რომ ჩემს ძალიან საინტერესო ადამიანებთან საუბარი გაზიარება და უკან მიღებაზე რა საინტერესო ძალიან ცოტა რაღაც არის და მე რა მაინტერესებს ყველაზე უჟმური ხალხისაც იყო უჟმური არა საქართველოში განსაკუთრებული ხალხი ღადავენ ჩვენ დაჟე იმდანად ვერ აღვიქვთ თუნდაც სოფლებში და მთებში ეხლა იმიტომ რომ მე გზაში მაგალითად გერმანელები გავიცან რომელმაც იმოგზაურე საქართველოში ადრეს ნაყოფები იყვნენ და აქ ვენეციაშიც ველოსიპედისტები რო ვახსენ ეგენი სამყოფები იყვნენ საქართველოში სამოგზაუროდ და ყველას ანუ გამორჩეული დესტინეიშენი არის სამოგზაუროდ რა იმიტომ რომ ანუ ამხელა ავთენტური კულტურა და ამხელა მიმღებლობა როგორც ჩვენთან არის ძალიან იშვიათი არის განსხვავებულიც და დაუვარცხნელებიც რო ვართ ეგ არა ზუსტად რა ეგ მოწონთ რა გამოვიჩი ის რაც ჩვენ არ გვაქვს იმას მიმღებლობა გვაქვს არა მაგ მხრივ ძალიან მაგრამ რა ქვეყნებში ვერ მოახერხე საერთოდ აი მაგალითად ვინმე ვერ მოახერხა ხო რა ვერ დაუკავშირდი ვერავის რა რომელი ქვეყანა იყო ეგეც ასკი რომ აი აქ კაროჩი არა რა მალე გავიდე საზღვარს გავწდა იდეაში ყველაზე ნაკლებად იქნებოდა მე მგონი ხორვატია მე ხედავ რომ ძალიან მაგარი ხალხი იყო რაც შევატყე რა მე თვითონ ცოტა უკვე იმაში უკვე მაქენ დაიწყო ბოლო ეტაპი ბალკანეთში რომ გადავედი და ხორვატია რომ დავიწყე ცოტა უკვე ძალიან სახსე მეფიქრებოდა თან ვიცოდი რომ ბორანიშიც უნდა ჩამესწრო და არ ვიცოდი რამდენად ტემპში ვიჯექი და ცოტა მე თვითონ ცოტა სტრესდ ვიყავი მე მგონი მაგ ხრივ რომ იარე და ცოტა დავსკიპი მე თვითონ რა თორე ხალხი ცოტა არ ყოფილა ვერ ვიტყვი მე რომ
უჟმური ხალხი იყო თქო ესეთ. ალბათ შეიძლება ცოტათი, ანუ ესე მასობრივად ითქვა საფრანგეთზე რა, რომ ანუ უჟმურის და რა, იმიტომ რომ აი ხა რაც მოვყავი პლიაჟის სანაპიროს ამბავი ძალიან მაგარი ხალხი იყო, მაგრამ მასობრად უჟმურის არა ცოტა თავიანთი ის აქვს რა ქვია თავიანთ საქმეში არიან რა და თან უნდა გაითვალისწინო ეს რა ძალიან დიდი მიგრაციის პრობლემა არის უკვე შეიძლება ითქვას მაგათთან და რაღაცა გასაგები არის ალბათ რატომაც არიან რომ უბრალოდ თავიანთ იმაში არიან რა თავიანთ სამყაროში მაგაზე ზოგადად ეგეთი სტერეოტიპია რომ ნუ ეგ ტურისტი კიდე სხვა კატეგორია მაგრამ ხო ვიღაც ტიპთან რა ხა შენ უნდა ნახო ზაგრიანი ისეც მუქი ვარ ზაგრიანი უნდა ნახო რა ფერია თმიანი ვიღაც ტიპი მოდის ხო ხდება ველოსიპედზე ჭუჭყიანი და რა მე ხა ლაპარაკი რა ხალი ხო არ გაქვს ისინი ფრანგი ხედა მაგრამ თქვენებაში ხა რა თქვა ანუ აი ველოსიპედისტების მიმართ ყველა ქვეყანაში სადაც გამოვიარე ანუ აი საქართველოშიც მათ შორის აი განსაკუთრებული ემპათია არის რა ძალიან უცნაური იყო ანუ ძალიან ყველა კარგად აღიქვავს რომ რამხელა სირთულეს გადის რა ველოსიპედისტი თუნდაც ბარგით და იმით და ყველას უჩნდება სურვილი რაღაც დაგეხმაროს ანუ აი გზაში მაგალითად ვერც დავთვლი რამდენჯერ დამპატიჟეს სასმელზე ან რაღაცა მომაწოდა ან რაღაცა ყველას ხელებში ეს საქართველოს და ქართველებმა ქართველებაც მათ შორის ქართველებს მაგრა კი არა ხომ რა ისა რომ ყველა ევროპის იმიდან ქართველები გწერდნენ ხო მაგას იცოდი არა თუ აქედან დახმარება ყველა ქვეყანაში ადგილობრივები რა მაგალითად რო გავჩერდებოდ კოლკოდამელი უცოდ ვიღაც ტიპი გიტყვა რომ მე უხდი ამას რა რაღაც ბარში თუ ვიყავი შეიძლება ვიღაც მაგალითად აი ბენზინ გასამართსადგურებზე ყიდულობდი ხოლმე სასმელებს და გამომიტანდა ის ტიპი და რაღაც ნაკინს მაჩუქებდა რაღაც და ხვდები ახლა მაგას ვინ ვის ჩუქნის ხო ესე უბრალოდ და ჩემთვის თუ არც არავის ხო ახლა ყოველ ანუ რო წამოდი მქონდა გათვლილი ხა ყოველთვის მაგის ბიუჯეტი რა განა პრობლემაა მაგრამ უცბად ვიღაცას უნდება რომ დაგეხმაროს დაჟე ანუ აი სასმელზეც არ ვიძახი რამეს რა ან რაღაც კონკრეტულ ნივთზე აი ხანდახან არის ხოლმე რომ იაღმართზე ადიხარ აი მე იმაში ხარ რაღაცა ომში ხარ შენ თავთან და უცბად მანქანა გაივლეს და უცბად ვიღაც ტიპი ცერცად მოყავს მანქანიდან და საკმარისი ყველაფერი შევდება რა ეგრე რა შეიძლება საკეთებ იცი რა სწორ გზაზე ხარ მაგარია დაფასება კაია ისე ცოტა უინტერესო კითხვებიც შემოუშვათ აი რა დღეს რამდენი გეხარჯებოდა მაინც ეს საშუალოდ ეს საშუალოდ ალბათ ვიტყვი ან იქნებ გამდინარე მე თითქმის არ რჩევდი სასტუმროებში ან იმაში მეძინა კარავში ან ადგილობრივ მიტოვებდნენ ალბათ აი საჭმელში შეგოთვალა ალბათ რაღაცა 30-40 евро რა ის რა ბევრი სინექს ჭამს ფულის პანჩი რჩებოდი იცი ორივე რა ან ჯერ ერთი ხა ორი თვე რო ყოველ სასტუმროებში დარჩე საკმაოდ გაგექცევა ბიუჯეტი ნებისმიერ შემთხვევაში და მეორე ისედაც ანუ ჯერთი კარვით დარჩენა სადაც გინდა რომ იძინებ ძალიან სახალისოა ჩემთვის და ანუ ერთ-ერთი ნაწილი იყო რა ანუ რაღაცა მიქსი იყო რა ველოსიპედი და ჰაიკინგის ანუ ძალიან wild რა ძალიან შენ ტემპში ხარ არ უნდა მიასწრო სადმე რა სასტუმროს ან რაღაც ეგეთი და საორგანიზაციო პერიოდ მარტივი არის და თუ მიეჩვევი ძალიან კომფორტული არის ჩემთვის მაგალითად გასაბერ მატრასზე ძილი ანუ აი მესავით მეძინესო და მეორე რასაც ხმარობდი არის warm showers ხო ეგეთი პლატფორმა არის აპლიკაცია არის couchsurfing-ი თუ გამოგეტანებიათ ეგეთი აპლიკაცია იყო ანუ couchsurfing-ი ადრე ძალიან პოპულარული იყო ხა არ ვიცი თუ ხმარობს კიდე საიტი ხო ხო ანუ booking-ივით აჩათვალე ვიღაც ტიპი წეს რომ მე გიტოვებ მიწერ და გიტოვებენ რა მოგზაურები და ანუ რო შენ ხარ შენ სადაც ცხოვრობ და შენ ციტოვებ და ისინიც გიტოვებენ და ეს warm showers-ი არის კონკრეტულად ველოსიპედისტების community რა და სადაც დავჭერთ ალბათ 5-ჯერ ან 6-ჯერ დამიტოვეს და უეჭველი ხდება ველომოგზაური, უეჭველი ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო და ან დიდი ალბათობაა რომ მაგალითად სარაგოსაში და ვენეციაში ორი ადგილი სადაც ვახსენე. მასე დავჭი ან იქაურ ველომოგზაურთან, რომელიც უკვე სახლში იყო დაბრუნებული და იქ ცხოვრობდა და უცბად მე იმის გარშემო ხდება ძალიან დიდი ის რა ქვია ან community ან თავის ადგილას წაგიყვანს ხდება ან ადგილობრივი გეჭდება რომელიც ძალიან ანუ თვითონ ის შენ რა გინდა რა ძალიან უგებთან ერთმანეთს ყველანი თითქმის რა ვინც შემხოდა რა გზაზე და მასე ანუ აი უცბად ყველა მიწის რომ ანუ just გჭირდება შხაპი რამე აი ესეთი ნუტრიციული საკვები და გართობა და ადგილობრივები და მოგონებები რა და აი მაგ მხრივ ძალიან უკონექტდებით ყველა ერთმანეთს და აი მაგას ვიძახდი რომ ანუ კი შოა წახვიდე და თუნდაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩე დილით ადგე ძალიან მაგარი საუზმე ჭამო და წახვიდე მაგრამ ანუ იმას ვერ დაგიტოვებს რასაც ადგილობრივი მოგცემს რა
შეუფასებული ღირებულება აქვს. კაროში გაღვიძებაც ალბათ ბუნებაში გაღვიძებაც სხვა ისაა. მე რა არის ცოტა უკვე ჩვენი თემიდან კითხვების მაინტერესებს რაღაცები. დავაი. ერეკლი კი იზახს мотивация და რაც მე აი კვებაზე რო ვილაპარაკოთ რა. იცოდი რა უნდა გეჭამა მაგალითად რომ ძიმედ არ ყოფილიყავი ან რის მიხედვით არჩევდი საჭმელს შოკოლადები თქვი გასაგები არის სტრაფი ნახშირწყალი ისე უცებ ეს გაგიგია თუ დაარესერჩე თუ აი რა იმითი იყავი მოკლედ რა. ცოტა შორენ დავიწყებ მაშინ მაგ თემას. ეს პორტუგალიაში ხა ერთი წელი წამოსვლამდე ცხოვრობდი და იდეაში უნდა მესწავლო ბიზნეს მაგისტრატურას ვაკეთებდი, რომელიც კარგად დავასრულდა, მაგრამ ალბათ ორი იმდენი ვისწავლე, თალაი ნუტრიციას ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ხა სპორტული ნუტრიცია იგივე დონეზე არ მესვარ, აი ფიოლინგს ეძახიან ველოსიპედზე რა და ენდურენს სპორტებში. რომ როგორ ამარაგოს სხეული ენერგიით. და ნუ ეს წამოსვლამდე უკვე საკმაოდ ჩაძიებული ვიყავი და ჩემი დიეტის ალბათ რა ვიშვა 70%-იანი ნახშირწყლები რა. დილით ყოველთვის მიყვარს ხოლმე რომ ვთქვათ ბრინჯი ვჭამო ან მაკარონი რაღაც ეგეთი, რომელიც ანუ აი ვიძახი ხოლმე რა ჩემი ენერგიის threshold-ს ადგენს რა. და ახლა რა დონეს უნდა გასდევდეს რა, რომ ჩემი ნელი წვით რაღაც დონეზე შევინარჩუნო. და მე გზაში უკვე ეს იქნება ცომეული შოკოლადები, შაქრები, ამით ვაკეთებ სპაიკებს რა. რა, ვთქვათ აღმართებზე უეჭველი ვიცი რომ კაროჩე მე ჩემი ერთი საყვარელი სნეკი არის M&M-ი რა, შავი M&M-ები არის. ესეთი რა. შავი კაი, იმიტომ რომ ვთქვათ თხილი არის რა. ეს ფილმი ხო ის რაღაც სულ რომელი ფილმი? M&M-ი არ გაწყობს ის თხილიანი, იმიტომ რომ თხილი არ შვება იმ სპაიკს, იმხელა სპაიკი არა. მაგას მაგრამ გზაში ხარ ახან მე უფრო ანუ პერფორმანსი ходები ანუ ისე არ ვაწვევოდი ჩემ თავს. თხილიანსაც ჭამდი ხო მე დაჟე უფრო მეტ თხილიანს ჭამდი, იმიტომ რომ მაინც უნდა დააბალანსო ყველაფერი უნდა მიიღო, იმიტომ რომ ეს არ არის ერთდღიანი გამოწვევა, როცა უბრალოდ შენ თავიდან მაქსიმუმს იღებ და მორჩა. ამიტომ მთელი დღე დილით ვიწყებდი მაგათი ნახშირწყლებით, უშუალოდ რთული ნახშირწყლებით, მთელი ზამობაში ანუ აი ალდი იყო ლიდლი ყოველს ძალიან კაი საცხობები აქვს და ანუ აი ყველა ანუ შევიდოდი ხოლმე მეთქი მე აი და დონატები და ბლუკები და რავი ყველაფერს ვიყრიდი. ვაფშე ძალიან ცოტა დამეცემ ხოლმე აი ადამიანები ხო შედენ ხოლმე და უშაქრო კოკა რაღაც უშაქრო და აი ყველაზე მეტი შაქარია რაცა იმას ზევიდან შაქარს როა. და მაგრამ მთელი გზა ეს ანუ შაქრები ზოგადად ისედაც ძალიან ის რა ქვია მიდრეკილი ვარ შაქრების ჭამას ძალიან რა. თავი ველოსიპედის სტარი არ შეწყვეტა თორე. იდეალური არის მაგიტა ჩემთვის. სხვა შორის რო ჩამოვიდე ეგ ჩელენჯი იდგა რომ უნდა დააბალანსო. იმიტომ რომ მადა ისევ ძალიან მაღალი გრჩება და ველოსიპედზე აღაზე ხარ და მე შევ გასუქდე რა. მეტაბოლიზმი რა იყო კალორიული დანახარჯი? ახლა კალორიებს არ ვიტყვი. ზოგადად არ ვიტყვი. პულს უყურებდი ისე რო აი გულისცემას კი. უყურებდი ხო? კი, გულისცემის კონტროლი აუცილებელია რა, იმიტომ რომ ანუ ხა ზოგადად endurance-ში რა, ანუ რაღაცაზე მეტი ვერ გექნება, იმიტომ რომ ლაქტაცია იწყება და გინდა გადაგეწობა კუნთების და გულიც და. ანუ მაგას რაღაც უარს იღებდი. 140-მდე რა, ანუ აღმართებზე რა თქმა უნდა მეტი გექნება და ნორმალურია, მაგრამ ანუ საშუალო გულისცემა, ანუ 130-115 მეტი თუ ქონდა დღის განმავლობაში გადაწვაზე მუშაობ ესე იგი რა. შენი ზონ 2 უკვე რაღაც 140 არის ზღვარი. ალბათ 114 ვიტყოდი. ახლა მე მგონი ეს მიზომობს, კარგად არ მინახავს, მაგრამ ეგრე გრძნობ რა ძალიან უფრო გრძნობი ზონა არის. ზაცის მერე ორკი ბეზე რო ავდივარ უკვე აი ყველაფერს. კოდო კარდიოსაკეთებს და არა იმას შენ არ იძახდი ვინ იყო ის პოლონელი არის პოგაჩო. ო იმის ზონ 2 არის 180 თუ რაღაცა. არა დაბალი იქნება, იმიტომ რომ რაც უფრო დაბალი აქვს ზონაური უფრო ანუ იგივე ძალას გამოყოფ და ნაკლებზე მუშაობ. პირიქით არის დაბალი. არა ხო დაბალი არის მაგარი რა. sorry ხო. 180 შეიძლება ქონდეს მართლა რა. 180 ანუ 180 სკამიდე რო დგები და 180 რო. არა ნახე მანდ რა იყო 155 ქონდა, მაგრამ რატო ქონდა ისე 155? იმიტომ რომ max heart rate მაგას ისევ მაღალი აქვს. ხო და მაგრამ არ არის პირი 200-მდე ისევ. ხო და მაგის max heart rate არის ჩემი ზონ 2-ო. რამდენი არისო? ზან ანუ მაგრამ ეგ არის ანუ მაღალ იმას არის მიჩვეული. მაგისთვის არ არის ეგეთი მაღალი. ანუ მაგის გულისცემა მაგხელა არაფერი არ არის. მაინც ანუ ენერგიის წყარო არის, ცხიმები და არ გადადის იმაში. კიდე მაინტერესებს უყურები თუ არა დროს, აი თქვა 1 საათი გავიდე და უნდა მივიღო ნახშირწყალი. თუ როცა გშივდებოდა მაშინ ჭამდი. შიმშეს არ უნდა დაელოდო. ხო. ანუ მაგას უყურებ. დროს ეს სტრიქტლი არ უყურებ და რაღაც მომენტში დადის უფრო აი გზნობის დონეზე რა. აი დრო აი რაღაცა უკვე საათს აღარ უყურებ რა დროს იდეაში დროს აკვირდები მაინც.
მაგრამ უფრო ზნობის დონეზე რა, იცი რა, აი ჩანთაში სადაც ვიჯექი, აქ მიყარა ხოლმე, სულ რავი, შოკოლადები, ყველანაირი ჟელიბონები რაღაცები და ან ცოტა სჭამს სულ, ან ისე რომ აი რაღაცა იცი რომ რაღაცა უნდა ჩაცალო ნელ-ნელა დღის ბოლომდე რა. და მოგზაურობას ეგრე არის ხარ, მოგზაურობას ვერ იქნები, აი ეგრე გამოზომილად სტრიქტლი რა. და ხა მაგათ როცა გამოწვევას ასრულებ, მაშინ ანუ საათობრივად გამოყოფილი რომ ანუ საათში 3 გელი უნდა მიიღო. მაგრამ მოგზაურობის დროს ესეთი არის, მაინც უფრო მიშვებული ხარ, მაგრამ ეგ ზნობის დონეზე იცი რომ ანუ დილით მაგათ მე გადავედი მუცლისროლები რომ მქონდა მარტივად მოსანელებელი მიდოდა და პურს ჭამდი ხოლმე და ავოკადოთი. ხო აი გვინდეს რამ გაწყინდა ანუ რა ფაიბერს იღებდი, მაგას აქცევდი ყურადღებას. ანუ შაქარიც ხარ დიდი ხანია. შაქარი ალბათ ძალიან ბევრ ანთებას მოშობოდა მუცელში და თან ესე ხშირად რო იღებდა, ალბათ ეს მიკროფლორა. და იყო რამე ანუ რამე ჭამე და იმან გიქნა თუ პროსტო მე უბრალოდ აი რა არის ესეთი გრადი თუ რაღაცა sustainable diet არ მქონდა თავიდან. პირველი ორი კვირა ჩავხურე ბარსელონაზე და მე უცბად ანუ აი ვეთყო ვეღარ მოერგო რა მუცელი და მე უბრალოდ მაგას მოვარგე ჩემი ის რა ქვია დიეტა რა და რაც მაშინ მივხვდი რომ ძალიან მესიამონა ავოკადოიანი პური რა დილაობით ეგ იყო ხოლმე ჩემი საუზმე ის ცხიმი ეთყობა იმ ძალიან საერთო ცხიმი არის რაღაც ავოკადოს თავის ფიბრაც აქვს მაგრამ თვითონ ფიბრას ვერ მიიღებ იმიტომ რომ გბერავს და უფრო მე აი შეგადავედი იმას გოსნოს არ ჭამდი დიაში ცოტას ძალიან რა ნაკლებს მაგრამ თუ ბანანი ქონდა ხო ბანანი დაუმარცხებელია იმიტომ რომ ეს აქ რა ქვია ძალიან ბევრი ენერგია აქვს და თან ისინი აქ რა ქვია ელექტროლიტი არის ხო მაგნეზიუმი თან კალიუმი კუნთელი ელექტროლიტი თუ იყებდი ესე კი უეჭვარი საღამოს ცილას ცდილობდი აი ის რო გააჩერებდი მე ცილას მაგამდე მივიდოდი ხო რა ანუ საღამოს იყო ხოლმე რომ ჩემი ესე რაღაცა თუმცა ყოველდღე ვიკეთებდი და ძალიან ხშირად არის მაკარონი თინუსით მაკარონს მოხარშავდი და ეთინოსთან 1-2 კილო რა როგორც ვხსნებდი თავს თავის ცხიმიანად ვცდილობდი რომ თავისივე ცხიმში ყოფილიყო და ანუ ომეგა-3 ეს იდეალური ცხიმი აქვს ხა იმას რა ქვია ენერგიისთვის თევს თან უკვე აი ცილას ძირითადად მარტო დღეს ბოლოს რა იმიტომ რომ შენ თუ დღისით ორგანიზმი ცილის მონალებაზე დააკავე ანუ ენერგიას საჯაკ უკან წაიღებს ამიტომ დღის ბოლოს ცილა რომ ღამე იმაში რეგენერაცია და ის წავიდეს და მეორე დღეს ძლიერ მაგაიღვეძა მაგრამ ნახშირწყალიც გინდა დღეს ბოლოს რომ დაკარგული ისინი გლიკოგენი შეივსა რა მე კაკროს პირიქით ხო ცილებით ვისები რომ მე არ მომშივდეს ეცე მიზანს გააჩნია რა იმას ვეუბნები რა ვიტქვისმეს რომ უძებ შაქრები არ დაიწყო ისე ხო თუ წონის კლებაკი და ძალიან დისკლეიმერი რომ ანუ ზოგადად რა მგონია რომ ყველა ვარჯიშიც ყვებაც ყველაფერი არის მიზანზე მორგებული ხო რა თქმა უნდა კი მე ხანგრძლივად შენ ახაც იყურებ ანუ ისე უფრო გეინზე ხარ ორიენტირებული ხო ანუ დაკლებას ვცდილობ 15 წელი არა მაგ პერიოდები ფიტნესის ხო რა რაღაც უყურებ რაღაც კონტინენტ ჯანინდები ხარ რა არა ხო მაგრამ ვცდილობ რომ პირიქით დავიკლო მაგრამ ანუ ხო იცი რა ორგანიზმს არ უყვარს რა ცვლილება რა და აქედან დააწექი პორტუგალიაში აქედან უნდა დავაძე პორტუგალიაში და მეორე დღეს მუხლის ტრავმით ჩამოვა იგივე წონა დარჩა ეგან ტანზე დავთხალდი და ფეხები გამეზარდა რა მაგრამ წონა იგივე დარჩა მაგრამ იმას ინახავს მე გლიკოგენს დიდი ფეხები აქვს იმათ არა ვის ესე კონტი გინდა ხო ზე ვინც დადის ახლა ძალიან დიდი ფეხები არ აქვს როგორც ძალიან დიდი ფეხები აქვს აი ხო მე მგონი კალორიული დანახარჯი რა იმან ხო არა ისეთი ფეხები არ აქვს მაგრამ ენერგოეფექტურობა არის მნიშვნელოვანი მაგრამ დიდ კონტებს მეტი ენერგია და მეტი ჟანგბადი ხო და მაინც მე ჰიპერტროფიამდე მიდის იმიტომ რომ ის ნელი ქსოვილი რო იღლება მე სტრაფი ანუ ყველა ვარიანტი კიდიდება რა რაღაცა ჰიპერტროფიამდე ყველა პონჩი ჩემი დისკლეიმერი დავასრულო ვინც ვიყურებს ანუ შევა ჩემგან თუ ველოს ანუ ენდურენსის ინტერესი აქვს ალბათ უნდა აიღო მაგალითად ანუ თუ რაღაც უბრალოდ ფიტნეს აკეთებ არ მომისმინა კვების ხრი იმიტომ რომ ეს ანუ ეს კვება ხა მე რაც აუხსენებ ორი დაგემართება დიაბეტი დიაბეტი დაგემართება და თან არის ყველაფერი მაგებული არის იმაზე რომ ჩემი თავისგან მაქსიმალური რესურსი გამომეწოვა და გამომავიდეს და ხამე შემევსო უკან ენერგია რა და ანუ იგივე თუ არ მოგზაურობ თუ ველოსიპედით ყოველდღიურად ამდენ ენერგიას არ ხარჯავ რა კარდიოს განსაკუთრებით
ეს მიდგომა, ანუ არ გჭირდება რა, უბრალოდ ეს არის რა ქვია. და ჯამრთელიც არ არის. თუ ენერგიას უკან არ გასცემ ეგეთი დიდი რაოდენობით რა. და რა მაინტერესებს, ანუ ფიზიკურად მოემზადე ამ ტრიპამდე? არა. პირდაპირ პასუხი არა, იმიტომ რომ აგასკანებ დისციპლინა არ მაქვს რა. ანუ არასდროს არ ვარჯიშობდი მაგალითად. ანუ დარბაზში არ მივლია, რამდენჯერმე შევედი და ვერ ჩერდები რა. არა, ანუ ველოსიპედის ველოსიპედი დავდიოდი, კატაობდი, მაგრამ ანუ ბევრსაც არ ისეთი არაფერი ხო? ანუ fully loaded ველოსიპედით პირველად დავჭიქილი რომ დავიძანი მაგ დღეს. მაგრამ ეს პროცესი იდეაში ისეთია რომ გზადაგზა განხოძე მოდიხარ რა. უეჭველი, მაგრამ ეხლა რაღაც პატარა პერიოდი ხო გჭირდება აღდგენისთვის და დაჩი მე და შენ რამდენი ხანი ვიყავით მიკრო წავლის. რამდენიმე დღე 5 ხო, დღე. ანუ აი მაგ 5 დღის განმავლობაში მე ვიგზენე რომ პირველ დღეს იმენა დარბაზში ტან გავწიე და გავედი ველოსიპედით და მე 5 დღეს კარში არ გამიჭირდა. გოდერძზე ავედი ჩვეულებრივად რა. ეს გადაბმულა? ანუ ყოველ დღე დავდიოდი ზოგადად მაგზის 100 კილომეტრს არ გავდივდი რა სიგი. მაგრამ ძალიან ეხა გამოუსწრელი თუ არის ვიღაცა და პირველად დაждდება ეხა ველოსიპედზე რა თქმა უნდა ეხა პირველი 50 კილომეტრი ძალიან ძიმე. მაგრამ ჭი ყოველ დღე ვგზნობდი რომ უკეთესობა იყო და წარმოგიდგენე 2 თვე რო აკეთე. ხა სტიმულს გააჩნია. მაგრამ ჩამოვედი ისეთ ჟანზე რომ ეგეთი ის ანუ ველოსიპედი ანუ თან რომ მოხსენი ბარგი ანუ მე დავფრინავდი რა. ეხლა რა შვები ეხლა. სანამ მაგაზე გადავალთ მინდა რომ ტრამვებზე ვილაპარაკოთ ეხა ამდენი ხანი მოდიოდი შენ და რაღაცა უეჭველი იქ პატარა ხარ ხო ჯერ იდეაში 25. ნუ პიკში ხარ იდეაში. რაღაც შენი ფიზიკური შესაძლებლობების რამ დაიწყო შეწუხებები. ფიზიკურად ორი ის ქონდა რა რაღაცა შემოფერხებელი ერთი იყო რაღაც ვისაუბრეთ კუჭი მონელების პრობლემები ქონდა მაგრამ ეგეც რაღაც დავასტაბილურა და ისე რაც უნდა მეხსენე მაგაზე არის რომ ანუ საბოლოოდ ანუ მაგის გასაღები იყო იოგურტების ჭამა დავიწყე და ანუ დღემდე მაგალითად ანუ დღეში ერთხელ იოგურტს ჭამ იდეალურ შემთხვევაში აქტივია და ეგეთები რომლებიც არის სამედიცინო ანუ პრობიოტიკებით კონკრეტულად მაგრამ იმ შაქარმა დაგირღვია მიკრო შენასიცი ხო უეჭველი. იოგურტებიდან პრობიოტიკების მიღება დავიწყე ეგრევე მოგვარდა და მეორე რაც იყო ჯერ კიდე მაშინ პირენეებში პირველად ამტკივდა მუხლები. რაც საბოლოოდ აღმოჩნდა ჩემი კოშმარი რა, საბოლოო ჯამში. ეს 4 კუნთის დაბოლოებები, ხო, აი კვირის თავის დაჭიმული კონდა. საბოლოოდ ახლა მაგამდე მივედი, მაგრამ მანამდე თქოს აი არც ვიცოდი და რა მაწუხებდა, მაგრამ აი ჭრაჭუნი და აი რამე გაწელობს რაღაცებს არაკეთებდი საღამოს ანუ. რაღაცა ანუ აი ბეიზიკ რაც ვიცოდი კი, მაგრამ ახლა ამის რავი არც ვიცით რავი დაჟე ეს მუხლი ძალიან ესეთი უცნაური ტიპია რა, უნდა გაწელო რა. აი მაგ ჩვენ ხშირად გვითქვია ანუ ამ პოდკასტზე რომ მოკლედ ყველაზე მე მგონი ყველაზე ისეთი მოკლედ ტრავმას იწვევს, როცა ხარ მოუმზადებელი რა რაღაცისთვის და ბევრი მოგდისა და ეხლა შენ შემთხვევაში კი დადიოდი, მაგრამ უცებ რო აყრიდი 60-100 კილომეტრს შეიძლება უბრალოდ ეგ, მაგრამ შეიძლება მე თუ რაღაცა ძალიან ზედმეტად იყენებ, რაღაცა რომ მომზადებული იყო, დიდი ალბათობა რომ ანთება დაგეწყოს და არასვენებ რა. ახო, მაგრამ მომზად თუ მანამდე ქონდა გაკეთებული და დაისვენა და იგივე გაკეთა, ესე იგი მომზადებული იქნებოდა რა. ყოველდღიურად ხდებოდა, ყოველდღიურად 100 კილომეტრი 120, ნუ დაიწყო ანთება და თან არასვენებდა და ნუ გაგზელდა და მე როგორც დამთავრდა ეს ტკივილი მე დამეწყო პირენებში ანუ აღმართებზე რა ვდიოდი მაშინ დავფიქრდი მე რაღაც ხრივ იყო ერთი მხრივ ჩემი ტექნიკის პრობლემა როგორც პედალს ხوارობ იმიტომ რომ ეგეთად თვაზე მაგრამ ეს ჩამაგრებული რო პედლებში ფეხები მე აღმართებზე უფრო ზევიდან ვაწვევდი როგორც შოულურ პედალს ხوارობ რა და ბევრად უფრო efficient და ანუ ტრავმა free არის როცა უკანა პედალს აკაჩები ჰამსტრინგით ამოგაკ ხო თავიდან რა ანუ უკანა პედალზე ესე უკან ეკაჩები წინ თავის ანუ ამ კუნთებს ხوارობდი ამას არ იყენებდი ხო უფრო აი ეგ იყო ტექნიკა მე საბოლოოდ ვებრძოლე ამ ტკივილს და ანუ ჯერ როდის იყო კიდე ანუ ეს კლიპებით რო გამოდის მარტო ხალხს მარტო იმითი გამოდის რა ორ დამაგრდი ვერი ხო კლიპებით თამაშობენ ან ესეთი სტრეპები აქვს სადაც შეიძლება ფეხი გაუყარო მაგრამ ჩვენ ბაიკით ვერი ზავ და ვიღაცები თუ ჩალჩუბენი ყავს ეგ ფეხსაცა ხა და მოკლედ ანუ ჯერ კიდე ძალიან ადრე იყო და ანუ ერთ-ერთი რამაც მაფიქრებინა რომ ვახ მეთქი შეიძლება ანუ თბილისამდე ვერ ჩამიყვანოს ჩემი ფეხი იყო ერთ მუხლებზე ვიფიქროდი რომ შეიძლება იმხალ ტრავმა გადასრდილი იყო რომ ვერ მეშველა რა მაგრამ ეს სამი რაღაც გავაკეთე რითიც აქამდე ჩამომიყვანე რა ერთი იყო რა ეგ ტექნიკა შევცვალე მეორე იყო რომ ვოლტარენის გელოს ხონდა ხოლმე რომელიც აი ანტიანთებითი არის ეგ დამოუკიდებელი ძალიან დიდი შვება იქ ქონდა და მესამე აქ მე ერთ 3 დღეს მომიწეს ქართულში ჩამოფრენა და შევხვდი
Gravitoni არის ერთ-ერთი კომპანია, ჩამოაქვთ რაღაც დანამატები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ერთ-ერთი ეგეთი ის ხონათ Terra Nova არის ბრენდი და აქ ეს კომპლექსი იყო რაღაცა ბოსველა, ხონდრორიც, რაღაცების ექსტრაქტების კაფსულები იყო, რომლის მიღებაც დავიწყე რა, ორი ფლაკონით რაღაც ჩავამთავრე და ამ საბოლოო ჯამში ამ სამ რაღაცამ ისე იმუშავა, რომ მე даже ალპები შეავედი ისე რომ ვაფშე პრობლემები არ მქონია და იტალიაში ცოტა კიდე შემაწუხა, მაგრამ ნუ მე ბალკანში ვარ და ვაფშე პრობლემა თუ არის რა. ისე რა მაგ სამი რაღაცით ის რაღაცა რესურსი შევინარჩუნე რა. მაგრამ მე რეკორდის დროს რაც მიქნა მუხლებმა აიგრავი აი ჯოხეთში აღმოჩნდი რა. აჰა. თუმცა იგი იმის გზის ბრალი იყო, ხო? აი სუსტი წერტილი მაქვს რა, ფაქტია რა, მუხლები არის სუსტი წერტილი ჩემი და ახლა ხო გადავიდეთ ახლა რეკორდზე. რეკორდი მე ვიცი რომ იქ მოგივიდა იდეა გზაში, სადღაც ახსენე რამდენიმე ადგილას. ჩვენ უფრო გვაინტერესებს რა იცი როგორ დაგეგმე ეს რეკორდი. ფიზიკური მხარე როგორ დაგეგმე, ყვების მხრივ როგორ დაგეგმე და ასე შემდეგ რა. ოკეი. კაი, მაშინ აქ იგი დავიწყოთ იმქიდან, რომ აი წეღან რო ვთქვი, მოტივაცია მჭირდება მეთქი სულ თქო რა. აი რაღაცა იყო, აი მონი იტალიაში იყო, უფრო იტალიაში ეგეთი რაღაცა შეამოვშდი, რომ თქოს აი აღარ მსიამოვნებდა თუ რაღაც და მაგ დროს თითქოს აი daydreaming-ის ნაწილი იყო ძალიან დიდი, რომ რაღაცა ისეთზე ვფიქრობდი, რომ აი თავიდან იყო იდეა, რომ სტამბულიდან ხო არ ჩავიდეს სარფში, მეთქი რაღაც ეგეთი იდეები მქონდა, რომ აი ბოლოში რაღაცა მაგარი უნდა გამესროლა რა, იმიტომ რომ ეს ყოველდღიური ჩემი დისტანციები იყო 100-120 კილომეტრი, 150, ერთხელ ვიარე 200 ის, იმიტომ რომ მომიწია რა და მეთქი რაღაც ერთი გრანდიოზული დავასრულო მეთქი რა. და მოკლედ მაგაზე ვფიქრობდი და ეგ იდეა რომ აი რაღაც ძალიან მაგარი გამეკეთებინა ბოლოში, ეძერ რთული. ეგ იყო ჩემი საწვავი რა გზაში ემოციური რომ მაგაზე ფიქრი გარჩე იმას დუხს არ მიგიდებდა. გოგინსი წავიკითხე ხო არა. ეგეთი ის ეგეთი მეთოდია რომ აი როცა დანებებას რაღაცას ანუ როცა ვეღარ კაჭოს რაღაცა აი ეგეთ რაღაცებს აი რა მაგარი იქნება ეს რო გავაკეთო და ცოტა мотивაციას აძლევს ხო? გოგინსი ხო ეგ არის ეგ მასტია. გოგინსი ძალიან influential ტიპი არის შემიცეც ახლა ანუ ეს გიჟია. ფაქტობრივად ეგ არ არის ხო ხო მაგრამ ეგ პონტი ქონდა რომ შენ თავს წარმოიდგინო რა რაღაცა ისეთი გააკეთო და ეგ мотивაციას გააძლევს. ძალიან ვისრო ყოფილიყო. ჩემთვისაც ფიზიკურად ძალიან რთული და თან რაღაცა influential ძალიან და ამ იდეაზე ფიქრმა ნელ-ნელა მიიღო ჯერ მე ბათუმი თბილისი ვიფიქრე მე ისის რაღაცები და მე ვთქვი რომ თუ გაკეთება მეთქი დავით ვაშლოვანი ურეკი რა ქვეყნის კვეთა იმიტომ რომ მაგალითად პორტუგალიაში არის ეგეთი N2 ეძახიან ერთი გზა არის რომელიც შავესი არის ჩრდილოეთში ფარო არის სამხრეთში და მთლიან პორტუგალიას კვეთს 728 კილომეტრია და ყოველ წელს ვიღაც ტიპი იჭდება ვინც აუმჯობესებს ამ რეკორდს და ანუ მინ ხო ხდები დაცაობა არის ვინ აჯობებს საქართველოში მაგალითად ქვეყნის კვეთის რეკორდი იმიტომ რომ ოფიციალური ის არის რა ქვია კატეგორია და მაგის რეკორდი საქართველოში არ გვაქვს რა ოფიციალური ხო ეხა გვაქვს უკვე ხო აქამდე მომავალ მე მოვხსნი მეორე დღეს რომ ნებდები ველოსიპედი რომ მოკიდებული და რომ გაიგეს ერთ საათში იქიდან 5 ვარს ყავიან სასტუმროში პირველ დღეს ხო და მაგ N2 გზის 400 კილომეტრი მქონდა მანამდე გავლილი ერთ ხოდში რა და მაგან მომცა აი мотивация კი უბრალოდ თავდაჯერებულობა რომ რეალური იყო იმიტომ რომ ეს იყო 525 მაგრამ ბევრად რთული რუთი და ეს იყო 400 კილომეტრი რომელიც საკმაოდ ასევე ძალიან რთული გამოწვევა იყო რა და ფიზიკურად ახლა მაგხელა ენდურენსის ჩელენჯი 25 საათი დამჭირდა იმაში რა აპრილში ავაკეთე და ანუ ის მქონდა რომელიც ზურგს ვიმაგრებდა როგორც ვიცი რომ ანუ პროგრამე ანუ არ გავჩერდები თან ბევრად უკეთ ფორმაში ვარ და თან ახლა მენტალურადაც ანუ თუ ხალხი გიყურებს და support მანქანა გყავს და რაღაც ხო ხდები ანუ ვაფშე სხვა თამაშია რა ანუ ბევრად მარტივია ხო და მოკლედ ეგეთი რაც მაგიდიამდე მივედი ჩავთვალე რომ რეალური იყო გზაში ეს იდეა რაც ვამუშავე როგორც იცი უფრო ჩემთვის და ერთ-ერთი გზაში რაც ქანი იყო ის რომ გავაგზავნე განაცხადი საქართველოს რეკორდების ფედერაციასთან რომელმაც დამიდასტურეს და დავით ბეგიაშვილს ძალიან დიდი მადლობა უმაგრესი ადამიანია ძალიან გვერდში დამიდგა ყველანაირად რა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა და ესეთ მაგარ საქმეს აკეთებდა იმიტომ რომ ეგეთი მომგებიანიც არ არის მაგარ საქმე როგორ ანუ ხო და მაგას აღარ შევეხები მაგრამ ანუ ძალიან ალტრუისტულად ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ეგეთი ორგანიზაცია იყოს საქართველოს რომელიც მაგ ყველაფერს ვალიდაციას მიანიჭებს იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში არც არის და
ძალიან მანდეც როგორც ვიცი შეიქმნებოდა ბევრი ისეთი იყო ადამიანი ვინც იძახდა რომ ვალიდაციას ვანიჭებ მაგრამ ხო ხდები ფარსი იყო ბევრი რაღაც რა და ძალიან ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია იყო ძალიან მაგარი ხალხია მაგრამ და მოკლედ ხო ეს გავაკეთე გზაშივე რომ ეს შევათანხმე და რო ჩამოვედი აი ერთი კვირა იყო რომ ჩამოვედი რომ აი ცოტა აქ ალბათ ვიტყოდი ცოტა სისუსტე ალბათ ვიმსახურებდი კიდევაც რა გავერთე რა ერთი კვირა ცოტა აი ცოტა სავდი ცოტა არ მეძინა რაღაც ხოთები მიუშვი რა ერთი კვირა იყო რა გამიტაცა მოკლედ ამ ჩემმა იმან რა ქვია ჩამოსვლის იმან რა ქვია აჟიოტაჟმა და ერთ დღესაც როცა უკვე რაღაც აი ყოფილომ გავიღვიძე რა რომ ცოტა თან ოთახი არეული მაქვს რაღაც ვერ დალოგდი და აბა ჰე მეთქი ახლა შემდეგი იმის დრო და ეგრევე ვიდეო ჩავწერე გახსოვს ალბათ რა მეთქი ამას და ამას ვაპირებ რეკორდიდან დავამყარო და მეთქი ხალხს მიმართე რომ ორი რაღაცთან დამეხმაროთ ერთი რომ გააზიარეთ ვიდეო და მეორე დათაკეთ კომპანიები რომლებსაც ვფიქრობთ რომ უნდა ამის ნაწილი გახდნენ და მაგიდან თვითონ მაგ ვიდეოდანვე ძალიან ბევრი კომპანია გამოჩნდა მანამდე კიდე ჩემი roaming-ოსთან მაგალითად მანამდეც ჰქონდა პარტნერშიპი ჩემი კავშირებით რაღაც და საბოლოოდ 10 კომპანია შეგროვდა რომელმაც სხვადასხვა ნაირად მიიღეს მონაწილეობა მაგრამ ახლა მოლაპარაკება ის ესეთი რაღაცა რომ მე ზოგადად ანუ საქმეში და ეს კონკრეტულად ანუ ძალიან ისე საქმე ბიზნეს კუთხით მივუდგი ძალიან ისე მივუდექი რა ძალიან ისე საქმეა და არა ის რომ აი სპორტსმენი ვარ და აბა დამიორგანიზე თან გამიგეთ არა ანუ ყველაფერს ვაკეთებ იმიტომ რომ მაგის მოთხოვნა ჩემი თავისგანაც რომ just ველოსიპედის დარება არ შემიძლია დავორგანიზო შემიძლია რომ საქმე გავაკეთო რა ხო და ანუ ცოტა ისეთი რაღაცაა რა ანუ კომპანიას ანუ იმის რომ დაპირდე რომ აბა მე ბარსელონაში ველოსიპედს დავждები მეორე დღეს 29 საათში 30 საათში ურეკში ვიქნები და ეს აქ გამოჩნდები ესე მოხდება ანუ რაღაცებს რომ დაპირდე ცოტა ანუ ამბიციური უნდა იყო რა თორემ შენთან აპირებ მაგის აკეთებას და ახლა რაღაც ამ ჩემო წინა გამოცდილებებმა და რაღაცებმა ის ზურგი გამიმაგრესო ჩემ თავში მაგდონეზე დამეჯერებინა რომ გარდა რაღაც აი საქმის კუთხით თან ფიზიკურადაც მქონდა ჩემი თავში თავდაჯერება და საბოლოოდ რა ვიცი ჯერ ერთი რომ მართლა ტაში ამ ადამიანებს რომელმაც ყველას თავისი ვალდებოდა და სრულობა აქვს სამსახურში და ანუ დაიჯერეს რომ და მენდნენ რომ მართლა შედგებოდა ეს ყველაფერი რა ვიცი შეიძლება მე ვიღაცების არ დამეჯერებინა რომ მოგეთყო ცოტა ესეთი რა ქვია მანიაკალური იდეა იყო მაგრამ ხო ალბათ რაღაც დავიმსახურე ეს ნდობა ადამიანებისგან და ხო ეგ რაღაც აი პრაქტიკული მხარე მასე შედგა რომ ყველა საჭიროება შევავსეთ რა ამ იმაში რა ქვია ჩემი ორი ძალიან მაგარი ძალიან ახლო მეგობარი მყავდა გიგა და ლუკა რომლებიც იყვნენ ჩემი support გუნდი მანქანით მოუყვებოდნენ და მამარაგებდნენ საკვებით სასმლით რაც მჭირდებოდა ყველაფრით და თან ლუკა ფოტოგრაფია და დრონით და რაღაცით მიიღებდნენ რაც გზაში გჭირდებოდა და მეორე გუნდი ყავდა რომელსაც იყვნენ დედა ჩემი ნიკა გიორგი და ელენე რომლებმაც ჩავიდნენ პირდაპირ ბათუმში და ურეკში იდეაში და ისქნეს რა ქვია იქ მომიწესრიგეს დაგეგმილი როგორც უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი რა რომ ბანერი გაშლილი იყო იქ მუნიციპალიტეტთან შეთანხმება რაც ჰქონდა რომ იქ იმ ადგილას ყოფილიყო Red Bull-ს დახვდნენ რაღაც და მოკლედ ანუ დაიგეგმა რაღაცა ეს ორი გუნდის მეშვეობით და საბოლოოდ პრაქტიკულად ანუ აი ლოჯისტიკური მხარე ძალიან უგანია რომ მაღალ დონეზე დავგეგმეთ და გაკეთდა ყველაფერი რა ანუ უშეცდომად იყო ფაქტორად გაკეთებული ყველაფერი და ძალიან ამოყოფ გარდა იმისა რომ ველოსიპედი გავატარე დიდი ხანი რაღაც ხრი უფრო ადვილი იყო ეს გამოწვევა თუ არა მაგ ხრი 400 კილომეტრთან რა შევადა რა ანუ პორტუგალია ეს პორტუგალიას ეგეთ დიდ გამოწვევა და ანუ აღარ აღვიქვამ გამომდინარე იქიდან რომ ანუ იქ მომძრაობდა ხალისი რა ანუ ხალია კი რაღაც მომენტები იყო რასაც გამიჭირდა და ყოველ დღის განმავლობაში იყო ხოლმე რაღაც მომენტები რაც აი აღარ მინდოდა მაგრამ თელი მუღამი იყო ის რომ ხალის ვაკეთებდი რა ვერთობოდი მოგზაურობდი ხალხთან ანუ ხოვდები სულ სხვა შინაარსი იქ იმექავრებას სადაც დავიღალე გავჩერდი რა რომ მოგატყო სადაც აღარ მესიანა და დავიძინე და ეს რადგან უფრო დაგეგმილი იყო, ანუ ისევ ის ხალისი ქონდა? ამ რეკორდზე? ხო. იცი რა არის? თუ უფრო რაღაცა ის საქმიანად უყურებდი. აი ხალის ნაკლებად ძალიან დიდი ცეცხლი მეკიდა, იმიქენ გამომდინარე რომ ვიცოდი რომ ანუ ძალიან დიდ
რაღაცა ინსპირაციულ რაღაც საკეთებდა და ბევრი ხალხი მიყურებდა და პასუხისგებლობა ჰქონდა. ჩემი თავისთვისაც ძალიან დიდი რაღაც იყო, იმიტომ რომ იქიდან მოყოლებული ნახოთ რეპუტაცია ეხაც თუნდაც რომ ადამიანი როგორც წარმოვიდგინე რეკორდსმენი, ხო? რაღაც მაგას ვერ იყიდი და მაგამდე რაღაც სწორი ხაზი ვერ მიგიყვანს რა, რომ ეგ სტატუსი შეგჭეს საბოლოოდ. ვიცოდი რომ ძალიან დიდი რაღაც ვაკეთებდი, ძალიან დიდი мотиваცია მქონდა, მაგრამ თან მეორე მხრივ მქონდა ჩემი თავის ვალი, იმიტომ რომ მე ამ იდეისგან იმხელა ენერგია მივიღე წინასწარ მოგზაურობის დროს, რომ ეს სულ აღარ მომდომებოდა, მაგაზე უარისხმის უფლება აღარ მქონდა რა. ჩემი თავი ის მქონდა რა, გარიგება მქონდა დადებული, რომ ოკეი, მე შენგან ახლა ენერგიას მივიღებ, თელევიზიон ალბომში და საქართველოს და ჩამიყვან და რო ჩავალ მე ვალდაგებრუნებ და მაგას ვიზავ. ეგეთი რაღაც გარიგება არის რა. ხო და თან ძალიან დიდი საქმიანი მხარე ქონდა მას, იმიტომ რომ 10 კომპანიასთან მქონდა გარიგება ოქტომბერში დადებული. ძალიან ბევრი მიყურებდა, ძალიან ბევრი მაკვირდებოდა, ზოგი სკეპტიკურად, ზოგი ხარდამჭერით, ზოგი შეელოდებოდა კიდევაც რომ არ უნდა გამოსვლა და არ ვიცი. უფრო მეტი ხალხიც იყო ჩართული, ხო, რა, ბევრი გიყურებდა იმასთან შედარებით. პირველად იყო ეგეთი რამე, რომ რაღაცა ესე ვიღაცა მოინდომა რაღაც გაკეთება, ხალხი დაეხმარა, არა ძალიან ხო, ანუ პირობა და გასაუბრეთ გუშინ წინ დავწერე იმ ჩემი ვიდეოს კომენტარში, არ ვიცი ვის მივიდა ნოტიფიკეიშენი მინახა, მაგრამ დავწერე რომ მეთქი მინდა იცოდეთ რომ უზომოდ მადლიერი ვართ ყველასე ვინც იქ ან კომენტარი დამიწერა ან და ლაიქ გააზი არ ვიცი რა ვინც გამოხატა რამე ერთხელ დაჭერა ხელები ამიწერე გმირები ხართ ჩემთვის ძირითადად ჩვენთან ხო რაღაცა გასაჭერის დროს არის ხოლმე ეგ რაღაცა ერთად ყველა და რაღაცა რა ძირითადად ესეა ხოლმე და ახსე ვიღაცა რომ ეს რაღაცას მოინდომებს და მაინც გასართობია უფრო ეს ყველაფერი აკრო გაერთიანა და ყველა ეგ მაგან გასწორა ძალიან სპორტულ ხანაში შევედით ჩვენ თბილისში ხა აქტუალური არის სპორტი და დაინახეს სპორტსმენი და მაქსიმალურად ხარდაჭერა ველოსიპედზე რამდენიმე წლის წინ ვიღაც ეგ იქნა ისე იქნება ფილმი გაიხსენია ბა თორემდე ის რო არის აქ ველოსიპედისტი აქვია ისა ლუი არმსტრონგი სტეროიდებს რო დაიჭერა ლეჟავაზე უმბერლეჟავ ფილმი თუ აქვს ნანახი ვიღაცას ანუ ნუ კიდე ძველი დრო ო და მაშინ ნოლი გამოხმაურება არ გახსოვს რეებზე წუწუნებდა ძალიან და ოპათლეთ ეხა რო იყოს წარმოიდგინე ნებისმიერ ნაიკი და ადიდასი ყველა დაასპონსორებდა წარმოიდგინე ძალიან ისეთი სიგიჟე რაღაცა ხოთა შორის რომ თავაზობენ რამდენი არ ვიცი ახლა გამახსენდა მაშინ სპორტული კომპანიებზე არ იძახდა უცხო ქვეყნის ვიღაც მაშინ ჩვენი სახელით გააგრძელე და გადაგიხდით ამდეს და არა ქართული ინტერესო ტიპი იყო ძალიან ფილმი ძალიან საინტერესო იყო YouTube-ზე იდო მაგრამ მე ვეღარ ვნახე რა ვიქ კავია მიყიდა ძალიან მაგარი ფილმი არის მე მე წიგნი მაქვს წაკითხული და აი ბოლომდე აღარ დავამთავრე მე მაგრამ რაღაცა ნაწილები მაქვს წაკითხული და მე ძალიან საინტერესო არის და მაგის მენტალობა რაღაცებს წყვება 10 წელი რა მოძრავებდა 10 წელი გზაში ეგ ის ტიპია რა ეგვიპტეში რო ჩავიდა პირამიდებთან ყველგან ჩავიდა გაიარა ანუ ამერიკაში მაგათ ყველა შტატის ყველა დედაქალაქში იყო და სტამპი ჩაარტყმენა ყველას კაროში და რაღაცა მართლა რაღაცა ეგ ანუ ყველგან არის ნოყოფ მართლა რა ყველაზე გადაობა იცი რა არის ანუ აზიდოების ოლიმპიური ჩემპიონი სოფლიო რეკორდები სოფლიო რეკორდსმენი იყო აზიდოებში ხო ფული როცა არ მქონდაო რაღაც მომენტში იძახის ვიღაც ტიპს ვენიზლავებოდიო ძალიან ცუდად ვაკეთებდი ვიცი ვიღაც ტიპს ვენიზლავებოდი რომ 1000 აჯიმანს გავაკეთებ და შეხედავდნენ ახლა ანუ ტიპი ასაკში იყო ხვდები რა 1000 აჯიმანი გებოდა და 1000-ია easy money შენ ხა ნახე რომ გაუმაზოდა რომ ხვდები რომ 500 გააკეთა კაი ხო ის რო 1000 არა მაგრამ მე მაინც ხო გაინტერესებს რამდენი შეიძლება ჩვენ ახლა ცოტა ბოლოსკენ რო წავიდეთ აი ერეკლა მაგალითად ვიღაცა თუ აპირებს გააკეთოს იგივე ან რა ვიცი უნდა მოგზაურობა ცოტა შორს წავის აი რას ურჩევდი რას ეთყოდი შენ 3 წესის მიცემდი? ხო, ეგ 3 წესი იცი მოგზაურობაზე თქვენ რომ თავი მუღამი ეგ არის რომ ცოტა უფრო გადაერთო იმაში რა ქვია აი მიენდო ბეთს რა თერი მუღამი ჩემც ეგ არის ყოველ შემთხვევაში მოგზაურობის დროს რომ მეტი გარისკო ახლის ძიებაში იყო იმიტომ რომ თუ კომფორტ ზონაში დარჩი უბრალოდ სხვა ადგილას ხარ ფიზიკურად მე მგონი მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მოგზაურობის თერი მუღამი ეგ არის რომ უნდა გარისკო და შეიძლება მე შე მას ვახტერ შეიძლება თბილისის არ დატოვა და ისე იმოგზაურო რა ანუ მოგზაურობა ჩემთვის არის უფრო state of mind ვიდრე
სადღაც წასვლა ფიზიკურად ან რაღაც ნახვა რა. იმიტომ რომ ჩემი მაგალითად აი ას ჩანჩქერების ძეგლების ნახვა დიდად ეს არ მიზიდავს. ჩემი მოგზაურობა არის რომ რაღაცა უცხო აღმოვაჩინო, რომელიც ვაფშე თბილისშიც ვერ იყოს რა მაგას შეხედა. რაღაცა მიენდეთ ხარისკეთ და გამოგზაურობა ჩვენ. მიყევი დინება საღაცხრი. შეხალბათ ეგ ხო მაშინ რომ ძალიან მომწონა ის თქვი რომ რომელი ერთიო? აი ბოლოში ვხარ რამე ისეთი თქმა ხო არ გინდა ას არ ჩვენ არ გვიკითხავს ან არავინ არ გეკითხება და გინდა რომ თქვა რა. ნებისმიერ თემაზე. შენი ყოფილ შეგიძლია უთხრა. რაც დამტოვე. რაც გინდა. რო დამტოვე ნახე რა გავაკეთე რეკორდსმენი ვარ ეხა. ეცი ხო არ ვიცი რა ვი. რამე შევა მისე ხა. სანამ ამას კითხავდი იქამდე თქვა რომ აი ის მოგზაურობაზე თბილისში მოგზაურობაზე და state of mind-ზე რას თქვა რომ ხო არა მაინც აჰა კომფორტ-ზონის დატოვება არის და მთელი მუღამი და არა ის რომ მაინც ამის რაღაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. სხვა შე ერთი რაც ვიტყოდი არის რომ მაგალითად ხა მე რო თქვა რაღაცა ყოდებაც მივიქცე საბოლოო ჯამში რომ იყო რაღაცა უაზროდ დიდი დისტანციების ფარავ ხო? აი ყოდა მივიქცე მაგრამ შინაგანად რასაც ეხლა 500 კილომეტრი მაძლევს, თავიდან მაძლევს და 50 კილომეტრი და მე 100 კილომეტრი. მაგრამ მთელი მუღამი იყო ის რომ მე ჩემ ლიმიტს ესე ვიცოდი რომ შევხებოდი რა, თითით. და ჯერ მე მგონი ჩემთვის ძალიან მამოძრავებელი ძალა არის რომ სდიო მაგ შენ ლიმიტს. და უბრალოდ ვისაც რამეს თუ ეთყოდი სხვას არის რომ იქ მაგ შენ ლიმიტს სდიე, სხვას ნუ შეჯიბრები და შორს აგიყვანს რა. ძალიან შორს აგიყვანს. ჩვენი ამოწუც ჩვენ ესეთი ის გვაქვს კიდე რაღაც რუბრიკასავით რომ წინა სტუმარი ვინც ყავდა შენ გისვავს კითხვას და შენ შეგიძლია შემდეგ სანამ იმაში რა ქვია საჩუქარი და მომიჯერა რა ქვია მე მგონი რაღაც მოსქენი რა ქვია გამოუტოვე იმის რა ქვია საკუთრებზე ლაპარაკი ისაც რეკორდის დროს ჩემი ენერგიის წყარო ესენი არის ენერგიელები რომლებიც მე მოჩქა ვიტამინი G და მე შემინახავ ეს არის მე ხო გლიჯო მაინც არ ვარჯიშობ კვილი მინდა პროსტა ამაში მუღამი ახლა ამას ყოველდღიურად ვერ შეჭამ ესე რომელიც რომ შენი საკვები ესე ვერ იქნება რა ქვია წყარო თუმცა როცა საქმე ხდება ეს რო გლიჯო და ფილმს უყურო არა მაგრამ ეგ ესწრება რამე ესეც ჩვენ ცოტა კოფეინის ზოგს კოფეინი აგერ კოფეინი ეს ამას კოფეინი ეს არის პრე-ვორკაუტი მაგრამ ეგ არის ენდურენს გელები და ანუ ველოსიპედზე და სირბილის როდესაც სულ გაქვს შენ კალორიებს არ უთვლი მაგრამ ვითვლი ნახშირწყლების მიღებას იმიტომ რომ სწრაფი ნახშირწყალი არის შენი ენერგიის 90% და ცოტა იქ ცხიმით მუშაობს რა და ესენი არის მე როცა დადიხარ რაღაცა 20 საათს და 29 საათს როგორც ჩემ შემთხვევაში უკვე მიდიხარ მონელების სისტემის პიკზე რა ანუ ვეღარ ერევა საჭმელს ეს არის ყველაზე სწრაფად მოსანელებელი ენერგია და ყველაზე მარტივად გადადის უკვე მოხმარებაში რა და ანუ არ გიწევს იმაზე რომ შეიძლება უკვე გულისრევა არ გეწყება ამას და შემდეგ და სწრაფია ეფექტურია იმასაც შეუძლია ხო ვინც გამხთარი არის და მაგალითად რაღაც 3 საათი ფეხბურთს თამაშობს ან რაღაცა შუალედში გლიჯოს რა და სად იყიდა ესენი ვიტამინი G მე არ მიყიდია მე მაჩუქეს იმიტომ ჩემი სპონსორები იყვნენ მაგრამ ჩვენს გვაჩუქეთ აქ როგორ მოხდა? ძალიან მაგარი ხალხია, ძალიან პოპკორნს მოვახს ხავ და ისე დღეს ფილმს არ ეცე. ძალიან კაი ხალხია, ძალიან მარტივი ის იყვნენ, ერთ-ერთი ყველაზე მარტივად საკომუნიკაციო გუნდი ყავდათ ჩემთვის და ძალიან ეს. თან შენთვის ეს ახლა ძალიან საჭირო თემაა რა. იყო იქ რაღაცა ხარი რომელსაც ვცდილობდი რომ რაღაცნაირად ჩამესვა რაღაც კომპანიის თემატიკა და პლეისმენტი, ეს იყო რომელიც ანუ უდავოა რა, ანუ სხვა ამას ალტერნატივა, ამ პროდუქტს ალტერნატივა არ აქვს ჩემთვის. მასტიერი. მაგდენ შაქარსაც ვერ მივიღებ, ეგეთი მაგარიც არ ვარ და ეს არის, ამას სხვა შაქრებს არ შეიცავს, ეს შეიცავს მალტოდექსტრინს. რომელიც არის მარტივი ნახშირწყლის სახეობა, რომელიც არც შაქარი არ არის და ანუ ინსულინზე არ გირტყავს, მაგრამ თან უცბად იშლება და ძალიან ესეთი აი მეცნიერულად რაღაცა ის არის გამოძერწილი ენერგიის წყარო არის ენდურენს ათლეტებისთვის რა. შემდეგ პადელზე. ხა პადელზე იდეალური იქნება. სადაც იდეაში ბევრ საათს დარბი ხარ, ეგ არის ანუ იდეალური რა.
ხო, კითხვა რა იყო? წინა სტუმრის კითხვა იყო, სათხედო შენ თავს 100 წელიწადში. და თუ აკეთებ დღეს მაგას. მაგისთვის რამეს რომ მან დიყო, ხო? კი. 10 წელიწადში, ანუ 35. ეს არ ვიცი საკმარისი დრო არის თუ არა, მაგრამ ჩემს ანუ აი შემდეგი ალბათ არის ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევა არის შვილების გაზრდა. და არ ვიცი 34 წელს საკმარისი არის თუ არა, მაგრამ აქამდე მივიდი, არ ვიცი, ანუ ძალიან დიდი რა ვიცი, 9 თვე გჭირდება დღესვე თუ დაიწყე. მეტია. ანუ ძალიან დიდი მოლოდინა მოთხოვნა მაქვს ჩემი თავისგან, როგორც მამის, ანუ გონია რომ ეს არის რა ქვია, ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის და ეს მაგ რა ქვია. რაღაცა მაგის build-up-ი არის, მეგონი ყველაფერი ვაფშე რა, ანუ თვითონ ეს რა მოგონებები რაღაცეები, მარტო იმიტომ შვები რომ მე შვილებს მოვუყვა, ეს მგონია, სულ ისე წარმოვიდგენ თავს როგორც ვიღაც მაგალითად ყველაზე დიდი მაგალითი შენი შვილისთვის ხარ და ჩვენთვის რელევანტური რაღაც ეგრევე რო ვიკითხე მეთქი შენ ელოდები მეთქი შვილს ხარ რაღაცა ეგრევე ის ქონდა რა ქვია ძალიან დიდ იმას ხსნობს რა ქვია ემპათიას როგორ თქვა რა ძალიან ვიზიარებ მაგას რომ ვიცი რომ ძალიან დიდი რაღაც არის ცხოვრებაში ყველაფერს თulis უცბად და კაი არ დამძაბო არ ყველაფერს კარგი მხრონით უკან ძალიან ბევრ რაღაცას გიბრუნებს ეს მგონია რომ ძალიან არის ხო მგონია რომ უცბად სუპერმენი ხდები ესეთი განწყობა მაქვს მე ძალიან ველოდები და ეს ეგ თემა ვაფშე სამივისთვის ძალიან რელევანტური კატო რა 1 წლის არ არის ხო 1 წლის ხდება 1 წლის ხდება ეს ახლა ჯარჯი ბაზარზე აღარ არის რომ იცოდეს და მე ჩემი ცოლი ხო -100 ფოლოვერი ეგრე. აუ ეს თუ გუსეო. სპონსორი. ძალიან კაი გამოვიდა მოკლედ. შენ დაუსვე ხა კითხვა. რაზე შენ რესპონდენტს. ვიცით ვინ არის? არა. რაც გინდა რა კითხოს? რაზეც გინდა რა ვიცი. ვაუ. თუნი კითხვა. ელო შეგვიძლია წინასწარ გითხრა, მაგრამ არ გვინდა ხომ. არა, კაი, ეგრევე ძალიან ისე არის ფიქრო ეხა რაღაცა. ორიგინალური კითხვა რა უცხო რაც გაგისწორეთ. ერთმა აი ერთ ფსიქოლოგი ყავდა ჩვენთან, ნუ პროფესიით თუ რა ქვია, ფსიქოლოგი თემას მოყარო, როგორ ხარო. რო არავინ არ იკითხება თავის თავს, აი როგორია. არა, ძალიან კაი კითხვა იყო, მაგრამ ვაფშე არაფერ შუაში არ იყო სპორტთან ის რაღაცა შიომაც ძალიან კაი დასვა. მე ესეთ კითხვას დავსვამდი, რომ რასელი ცხოვრებისგან. ზოგადად რას? აი, საბოლოო ჯამში. არ ვიცი, როგორც უნდა ისე გაიგოს, მაგრამ. ხო, ეგა ზუსტად ეგა, ხო. როგორც უნდა გაიგოს. კარგი. და სანამ მორჩებით ერთი პატარა კითხვა. რამის გიგმავ ეხა რამე არის შენ თავში ახალი ცეცხლის დასანთები? ეხა მაგალითად ცეცხლს რასაც მეკიდებს არის მართლა ის რომ ერთ თვე დამრჩა რომ სამაგისტრო ნაშრომი დავასრულო და მაგისგან ცეცხლი მეკიდე და ეხა უკვე აკადემიური დისციპლინა და გამოვიჩინა და დავასრულო. იქ სამსახურში რაღაც ეს ამბიციური პროექტები მაქვს. ჩვენც ანუ ამბიცია როგორც ფიზიკური ისე მენტალური არის რა. ის ბოდიში საინტერესო პროფესიით ანუ სად მუშაობ კი არა და საქართველოს ბანკის მანაცემთა ანალიტიკოსი ვარ. რაღაც ძალიან კონკრეტულ სფეროში რა. AML-ში და მაგისი რაღაც ძალიან ის მაგრამ მან აქედან ცეცხლი მინთია რა. და სხვადასხვა თემებია არა თუ არა ხო? ის ამკონ მაგრამ ეგ არის ერთი ცეცხლი აღუებს ყველაფერს. რაც არის ჩემი ინტერესი რა და იქ ეხლა ყოველ შემთხვევაში მაგაზე ორიენტირებული რომ ის ამბები კარგად დავასრულო. რაც არის სამაგისტრო იდეაში სამაგისტროსაც იგივე თემაზე ვწერე, რასაც მუშაობ. სამაგისტროდან დავხურა და პროექტები დავასრულო და წინ წავწიო და ფიზიკურად აქ არ შეიძლება ერთი ხომ თავარი რაც არის რაც მოდის ველოსიპედთან დაკავშირებული ეს არის რომ მომავალ წლის ზაფხულში ძალიან მინდა რომ გავიდე ტრანსკონტინენტალურ რბოლაზე, რაც არის ანუ ევროპაში ყველაზე დიდი ულტრა რბოლა არის და დაახლოებით რაც მე ორ თვეში გავიარე მანძილი. იგივე და გავიარე ორ კვირაში. ეგ არის ხა გრძელი ესე long term გეგმა და ამასობაში საკმაოდ დიდი დრო არის იმისთვის რომ სხვა ეს ultra challenge-ები ვაკეთო გვერდზე ქვეყნებია საქართველოშიც ბევრი რაღაც საქართველოში ხა დავამყარე east to west რა იგივე შეიძლება აკეთდეს north to south ან ესეც ხო ძალიან ბევრი challenge-ის მოფიქრება შეიძლება სადაც დიდ პოტენციალს ხედავ ფიზიკურად და მარკეტინგულად და რა ვიცი დიდი მოლოდინები მქონდა რა ეხლა მთავარია რომ რეაბილიტაცია კარგად ჩაიაროს კონტები გავაძლიერო რომ იგივე არ დამემართოს უკეთეს ფორმაში მოვიდე რომ უფრო მეტი შევძლო და რა ვიცი ბურთდამოდანი ჩემია რა ძალიან ბევრი რაღაც მოფიქრება შეიძლება აქ არ ჩერდებით ძალიან ბევრი კიდე შეგვიძლია ვისაუბროთ და სიამოვნებით კითხავდი ხი კიდე
მაგრამ ხო, რამდენი გავიდა, ესაც და ძალიან გავერთით საუბარში. ძალიან მაგარია, ისე გავიდე რომ ვაფშე ვერ გავიგე და ეგ ნიშნავს რომ ეს იგი ძალიან მაგარი საუბარი. მე ძალიან ისა რა ქვია, გახარებული შენ გაგიცანი. მე ძალიან მოხიბლული ვარ თქვენით ყოველთვის. იმიტომ რომ როლ მოდელ ადამიანი ხარ რა, კომფორტი ზონიდან გამოდიხარ, სპორტის მხრივაც ძალიან დიდი მიღწევებია და დიდი მადლობა დღეს რომ მადლობა. მადლობა თქვენად რომ დამითმეთ.